მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს. ახალი წლის შემდეგ გილოცავთ ახალ წელს და შობას. ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე. ქალბატონი ლიანა, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მეც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობა უკვე გავიარეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. დაქვევით და ისეთი ტემპით დავამთავრეთ 25 წელი დედამიწა მომჯერად. დაპატარავდა ეს დედამიწა და უკვე ჯერ კიდე მაგალითად ჩემ ახალგაზრდობაში ესე არ იყო და დღეს უკვე დედამიწელები ხვდებით ესე იგი. მე გლობალიზაციით არ ვამბობ, მაგრამ იქ რაღაცა რო ხანძარი ინთება ან რაღაცა შენზეც მოქმედებს უკვე და ესე სულ ერთი აღარ არის, ვეღარ იტყვი რა მოხდა იქ რაც რაღაც გაიტანეთ გრენლანდია აგერ იყო ცოტა ხნის წინ გაიტანს ახლა ცოტა ხანში ფოტოშორის აი დიდი შემოქმედები მაგათ ღმერთი ელაპარაკებათ და რაღაც აიცი ახლა საიდან მოიგონა ახლა გრენლანდია საიდან მოიგონა და თურმე როგორი გახდებოდა რა მინდა მე აი თქვენ რატო გთხოვეთ მოსვლა და გიორგი საუბრობთ ესე იგი ნუ ყველაფერში ეკონომიკაა და აი ბოლომდე ქართველი რამოდენიმე ანალიტიკოსი და ექსპერტის გარდა რომ შემოელოთ ჩემი თავი რო არიან ესეთი ექსპერტები არავინ არის მთელი სოფლიო არის დაბნეული მე პრეზიდენტებიც კი ამობენ რომ სოკრატეს არის და არავინ არაფერი არის ამათ იციან მარტო ახლა გვარებს არ დავასახელებ ჯერა ამათ იციან მარტო ყველაფერი მაგრამ ზოგი ამბობს რომ ეს არ არის ნავთობი და კიდე უფრო სხვა მიზეზია რაღაც მაგრამ აი თქვენ წინაზე მაინც ისაუბრეთ აი ახლა რაც ეს ტრიალებს აი თქვენ აი ნავთობის ნაკადების მიმართულებით ეს რამდენად არის რაც ხდება სოფლიოში და რა გველის აი ნავთობი ბევრი მიზეზია ალბათ მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ეს არის ყოველ შემთხვევაში რაღაც ის რეგიონები სადაც ნავთობიდან ან მინერალებთან ნუ ერთი თემა არის რესურსები რო ვთქვათ რომელიც უფრო აქედან მშვიდად არიან იქ თითქოს უფრო სიმშვიდეა აი როგორ ხედავთ თქვენ ამას აი გრენლანდია რამდენად უკავშირდება ვენ აკავშირი აქვს თითქოს ვენესუელასთან თუ აქვს თუ არა აქვს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია საბოლოოდ. არაფერი შემთხვევით არ ხდება. ხდება ინფორმაციის და შესაძლებლობების აკუმულაცია, რომელიც შემდეგ რაოდენობრივიდან თვისობრიობაში გადადის, როგორც ჩვენ თავის დროზე ვისწავლეთ. შემთხვევითი პროცესი ნამდვილად არ არის. მე ფინანსური ანალიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ერთ რამეზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას. სოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტს სოფლიოს დავალიანება რამდენჯერმე აღემატება. ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა და ექსპანსიის შესაძლებლობა აღარ არის, იმიტომ რომ არიან დამოუკიდებელი ქვეყნები. ადრე თუ სიტუაცია ასეთი იყო მეტროპოლიები, მაღალგანვითარებული ქვეყნებს ჰქონდათ საშუალება შედარებით ნაკლებ განვითარებულ გადამავალ ქვეყნებში თავისუფლად ემოქმედათ და რესურსები შეეწოვათ და მზა პროდუქცია გაეტანათ. ახლა ასეთი შესაძლებლობა აღარ არის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათი კონსოლიდაცია ერთმანეთთან კავშირში გაცილებით მეტია. ექსპანსია ეკონომიკური ძალიან რთულია. დაგროვდა დიდი ვალები და ამ ვალებით როგორ შეიძლება როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების ტემპები, რომ ეს ვალები გადაიფაროს. და აქ დავასრულებ, იმიტომ რომ მე ფინანსური ექსპერტი არ ვარ. ხო, ეთიც თქვა ამ ვალების გადაფარვას ხوارც არავინ არ აპირებს, ეს რაღაცნაირად ეს ვალები ისე ისმის, რომ აი ვალი, ახლა თქვა აიგივე ამერიკას აქვს ვალი მაგრამ ეს ფინანსურ სისტემას არ ყევს. ხო, არ ყევს, მაგრამ ხო, ახლა სიამოვნებაში ვიცოდეთ, რომ ალბათ არც არავინ არ აპირებს, ხო? არა, მის ჩამონგრევას აუცილებლად ელოდებიან. მაგრამ მე არ ვარ ფინანსური ექსპერტი და დაუბრუნდები. აი, ახლა ის მინდა რომ შევთქვათ, აი თვითონ ნავთობის ნაკადების ამბავი, იმიტომ რომ ეს ახლა შევთხოვითია, ვთქვათ, ირანი ამბავია, ნუ ესე ვთქვათ, ერთი ცხრილ არის დემოკრატიზაციის პროცესი, როგორც ამას ამბობენ, მაგრამ ყველგან სადაც იწყება დემოკრატია ბოლოს ბიჭაში ნავთობია. ესე იგი, მაინც იქ ხარდება. მოკლის შესავალს ვიტყვი. თავის დროზე, როდესაც რომელიმე ნავთობიდან გაზით მდიდარ ქვეყანას პრობლემა შეექმნებოდა, ამას აუცილებლად მოყვებოდა ხოლმე ფასების სერიოზული კორექცია. ან და ძირითადად ეს იყო ფასების ძალიან სწრაფი და ძალიან რადიკალური ზრდა. დღეს ვხედავთ, რომ ვენესუელას კრიზისმა
არ გამოიწვია არანაირი ცვლილება ფასში. ფაქტობრივად რაღაც $3 გაიზარდა. მას შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა. რატომ? იმიტომ რომ ვენესუელა საერთოდ ამოთიშული იყო ნავთობის წარმოების და ექსპორტის პროცესიდან. ხარც იყო, ამიტომ დიდი წილი ვამბობენ, არაფერი განსაკუთრებული. არა, მაგას ვამბობ. 1-2% ამბობენ ამ თუ რაღაც ეგეთი. აი, როგორ გითხრათ, ვთქვათ 90-იანების დასაწყისში თუ 2000-იანების მიჯნაზე თუ მათი წარმოება იყო დაახლოებით 3,5 მილიონი, გასულ წელს 25 წელს ლაპარაკი არის რომ იყო დაახლოებით 900,000 ბარელი დღეში. მისი გადანაწილებაც იყო ძალიან ესეთი, ასე ვთქვათ, დაახლოებით 235,000 ბარელი დღეში მიდიოდა ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობგადამამუშავებლები ადაპტირებული არიან და თან მათი რეაბილიტაცია 2000 წლებში მოხდა ვენესუელის ნავთობზე, იმიტომ რომ ვენესუელა იმდენად ახლოს არის მდებარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ მისი რესურსების ძირითადი მომხმარებელი მე-20 საუკუნეში იყო ამერიკა. ვინაიდან ამერიკას დამატებით სხვა წყაროებიც აქვს, იგივე დაახლოებით იგივე შემადგენლობის ნავთობის იღებს მექსიკას აქვს ძალიან მძიმე ნავთობი, ამავე დროს მექსიკიდან იღებს ვენესუელა, უკაცრავად მექსიკა და კანადა არიან ტრადიციული მიმწოდებლები, კანადას კიდევ უფრო მძიმე ნავთობი აქვს. ნავთობის ბითუმსაც კი ეძახიან, იმდენად მძიმე არის. ამიტომ ვენესუელა ბუნებრივად ამოვარდა აი ამ ნავთობის ბიზნესიდან, ამას დაემატა შემდეგ ჰუგო ჩავესის პოლიტიკა, ძალიან საწინააღმდეგოდ განწყობილი ამერიკის მიმართ. ჰუგო ჩავესმა ძალიან სერიოზული ანტი-ამერიკული ნაბიჯები გადადგა, განსაკუთრებით ეს ნაბიჯები აშკარა გახდა 2008 წლის შემოდგომაზე. რატომ 2008 წლის შემოდგომაზე? როდესაც 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის თეორიულად, პოტენციურად ნატოში მიღების მომავლის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, რუსეთმა დაიწყო აქტიურად მოძრაობა ამერიკის ახლო რეგიონში. და ეს აღმოჩნდა ვენესუელა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სიამტკბილობა რუსეთსა და ვენესუელას შორის არ ყოფილა. პირიქით გეტყვით კიდეც 1952 წლიდან 70 წლამდე მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ იყო. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ახლო ბანაკში იყო ამერიკასთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგა. საბჭოთა კავშირის უკაცრავად და ძალიან სწრაფად გაისროლა საბჭოთა კავშირმა დიდი რაოდენობით ნავთობი განსაკუთრებით ევროპის ბაზარზე, რამაც ნავთობის ფასის კოლაფსი გამოიწვია. აქედან გამომდინარე ნავთობგადამამუშავებელი ქვეყნები წინააღმდეგობაში მოვიდნენ საბჭოთა კავშირთან, რომელიც არ იყო წევრი. მაშინ არც იყო ოპეკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი ტალღა ნავთობის, რომელმაც დიდი დარტყმა განახორციელა ნავთობის ბაზარზე. და ჩინეთისთვის რა როლი აქვს ვენესუელასთან? არც არაფერი ნავთობის კუთხით. არც არაფერი. ამ ეტაპზე გაქონდა მხოლოდ მცირე რაოდენობით და ისეც ბითუმი. ესე იგი ტრამპ ჭირდებოდა, ხლა აქეთკენ მიდიან და თქვენ სავსამთო ტრამპ ჭირდებოდა ვენესუელა და ამერიკას როგორც ნავთობისთვის, ეს მაინც და მაინც არ დასტურდება, ხო? ამ ეტაპზე ის რასაც ჩვენ ვხედავთ, არანაირი, უпростоრად, თეორიულად პოტენციური ინტერესი არსებობს, იმიტომ რომ დღეს კი ნავთობზე ფასი დაბალია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაღალ ტექნოლოგიური განვითარება მოითხოვს პოტენციურად მომავალში დიდი რაოდენობით ენერგორესურსების გამოყენებას. ვენესუელა არის დღეს ყველაზე დიდი რესურსების მატარებელი. ჩვენ ოფიციალურად ამბობენ, რომ 303 მილიარდი ბარელი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ვენესუელა თვითონ ამბობდა, რომ მათი რესურსები არის 600 მილიარდი ბარელი. 600 მილიარდი ბარელი ეს რაოდენობა ითვლება დადასტურებული რეზერვები, შესაძლო რეზერვები და პოტენციური რეზერვები.
დადასტურებულად ამბობენ რომ 303 მილიარდია, მაგრამ იქ არის მათი მონაცემებით ყოველ შემთხვევაში და მათი გეოლოგია საკმაოდ კარგად არის შესწავლილი თვითონ დასავლური კომპანიების მიერ, რომ მათი ის რაოდენობა არის გაცილებით მეტი. მაგრამ ამ რესურსის მოპოვება არის რთული, იყო რთული ძალიან, ტექნოლოგიურადაც რთული და ფინანსურადაც ძალიან ინტენსიური. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე ნავთობი, რომლის ამოღებასაც ჭირდება ტემპერატურული რეჟიმი, ღია ნავთობის ჩასხმა მაღალი ტემპერატურული რეჟიმით, რომ მოხდეს მისი გათხევადება და იქიდან ამოღება. ამიტომ იყო ძვირი, იყო ტექნოლოგიურად დაუხვეწავი. მაგრამ ახლა ეს ტექნოლოგიები უკვე ასე ვთქვათ. ხოლო აი ამ წუთში ჩვენთვის აი რა არის საინტერესოში, აი პირველი თითქოს პირველი ახსნა ეს იყო, რომ აი ამერიკას უნდა ნავთობი და ამიტომ მოხდა ესა. და ახლა მე რასაც იკვლევ და თქვენ ამას ამბობ და ეწერენ, რომ ეს ნავთობი არ არის არც ჩინეთისთვის, ეს ამას ვკითხულობდი, ეს არ არის გადამწყვეტი რაოდენობის ნავთობი და თან ჩინეთი ამას იოლად შეივსებს ამ დანაკლის, თუნდაც იგივე რუსეთიდან, ხო? რუსეთიდანაც შეივსებს და დღეს ჩინეთის მიმწოდებელი არის ძირითადად რუსეთი, ირანი და საუდის არაბეთი. და მისი მაგრამ როდესაც აი რომ შევხედოთ, ვინაიდან ტექნოლოგიები არ არსებობდა, მძიმე ნავთობის მოპოვება იყო რთული და ამიტომ მისი როლიც ბაზარზე იყო ძალიან უმნიშვნელო. მაგრამ დღეს ტექნოლოგიები არსებობს. პოტენციურად მისი მოპოვება არის გაცილებით დიდი რაოდენობით შესაძლებელი, ეს ერთი და მეორეც იოლად მოპოვებული ნავთობი უკვე 1 საუკუნეზე მეტია მოპოვება მიდის მისი. ყველა ქვეყანა დაფარული აქვს თავისი რესურსების რაოდენობა. არავინ რეალურად არ ამბობს რამდენია. ყველა ცდილობს რომ გაცილებით მეტი წარმოაჩინოს, ვიდრე რეალურად არის. რატომ? იმიტომ რომ მეტი ინტერესი გამოიწვიოს თავისი რესურსის და თავისი ქვეყნის მიმართ. ამიტომ რეალურად რა არის დარჩენილი? იოლად მოპოვება და რესურსებიდან არის ძალიან ძნელი. შეხა ვიდივართ რომ შეიძლება არც ესე არ არის, ხო და ვთქვათ საკმარისი ანალიტიკა ამერიკაში და შეიძლება ვენესუელა იყო მნიშვნელოვანი სარეზერვო თუნდაც. სარეზერვო ბაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლოდ, იმიტომ რომ ტექნოლოგიები უკვე მომწიფებულია, რაოდენობა არის ძალიან დიდი, მდებარეობა არის ძალიან კარგი, საიმისოდ რომ თან ახლა ამერიკას ამ ეტაპზე თუ ჩვენ შევხედავთ, ექსპორტიორია რეალურად ექსპორტიორია ყველაზე დიდი მწარმოებელია 13 მილიონ ბარელს აწარმოებს წლიურად, საუდის არაბეთიც კი არ აწარმოებს მაგდანს, მაგრამ მის მიერ წარმოებული ნავთობი არის არატრადიციული tight oils ეძახიან მაგას, ეს არის დედამიწის შრეებში შეჭირხნილი რაოდენობა ნავთობის, რომლის მოპოვებასაც ჭირდება ჰიდროკრეკინგი, ასე ქვია ამ ტექნოლოგიას და უპირატესობა ამ ნავთობის მოპოვების მდგომარეობის იმაში, ნავთობისაც და გაზისაც, ორივე ნავთობის და გაზიც არასტრადიციული არის. მოპოვება ხდება სწრაფად, შეიძლება რესურსი უცება ითვისო და 6-8 თვეში გამოისროლო გარკვეული რაოდენობა. ესე იგი, შენ შეგიძლია მოცემულ ფორმაციაზე 6-8 თვეში გაზარდო წარმოება და თუ ბაზარს ჭირდება და შენს ამერიკას ამ შემთხვევაში ჭირდება ბაზრის ფასის რეგულირება, შეუძლია 8 თვეში გამოისროლოს, ან ისევ 8-6 თვეში შეამციროს მოპოვება, იმიტომ რომ მისი შეკავებაც, მოპოვების შეკავებაც იმდენად ფინანსურად და ტექნოლოგიურად დამაზიანებელი არ არის, როგორც დიდი რეზერვუარების გაჩერება. ამიტომ ამერიკას ახლა აქვს ძალიან კარგი პოზიციონირება ამ ნავთობის და გაზის როგორც მოპოვების, ისე ექსპორტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეუძლია ძალიან მარტივად, ვიდრე ვთქვათ ეს შეიძლება მოხდეს კონვენციური ნავთობის და გაზის შემთხვევაში, გამოისროლოს ან შეამციროს. ხო და ესე იგი თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ერთწუთი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ანუ დიდი პოლიტიკა არც გვაქვს ის ინფორმაცია, მაგრამ ბიზნესის თვალსაზრისით ტრამპის ნაბიჯი იყო აბსოლუტურად პრაგმატული. აბსოლუტურად მორალური და შეფასებები და ესენი იყო პრაგმატული და საჭირო მაშინ ესე გამოდის. დიახ, ამერიკისთვის ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ისიც არ ვიცით ამერიკის შეილ ფორმაციები რა რაოდენობის არის, რა შეიცავს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას ეს რაოდენობებზე ინფორმაცია აქვს ძალიან შეზღუდული, ხო? შეზღუდულად წარმოდგენილი, ასე ვთქვათ. მართალია ყველაზე სანდო მაინც დასავლური არის, მაგრამ
ყველა საბოლოოდ არ ამბობს ყველაფერს. ამიტომ ვენესუელის ნავთობი პოტენციურად თუ შენ გჭირდება ხომ კარგია და ტექნოლოგია გაქვს და ის რომ ვიღაცას დაჭირდეს და შენი კონტროლის ქვეშ იყოს, ესეც ძალიან სერიოზული თემაა. ეს არის ამიტომ ამგებიანი ერთის მხრივ შენი არ რეზერვებ და მეორეს მხრივ არ აძლევ წვდომას დიდ სხვას. ან შენი კონტროლის ქვეშ და ხვალ შენზე იქნება დამოკიდებული და რაც მთავარია ამას დოლარში გაყიდი. ან ფულის იმ ერთეულში, რომელიც შეიძლება დოლარმა ჩაანაცვლოს. იქ პრაქტიკული ამბავი ყოფილა და თუ დემოკრატია იქ ესე ვთქვათ. აბსოლუტურად. მანდეთ მიდიოდი ახლა შენ რომ დემოკრატია იყო თუ არა. ეხლა ირანის არის საინტერესო ესე რომ ვენესუელასთან დაკავშირებით დავამატებდი. ვენესუელა არის წლებია სერიოზული სანქციების ქვეშ, სანქციებიდან გამომდინარე დავალიანება აქვს დიდი. იმიტომ რომ მე ირანს უნდა შევადაროთ მისი მდგომარეობა, დაახლოებით 2 მილიარდამდე დოლარის ოქრო არის გაყინული მისი ბრიტანეთში. რომელზეც სასამართლო დავები მიდიოდა მის დაბრუნებაზე და გუაიდობაც კი შეიტანა როგორც ოფიციალურად აღიარებულმა დასავლეთის მიერ ქვეყნის ლიდერმა და ეს პროცესი არის გაჩერებული, არ აძლევენ მას რომ კონდეს თავის ოქროს რესურსებზე წვდომა, შეძლებდა რომ განვითარების მიტის შესაძლებლობა ექნებოდა ალტერნატიული პოლიტიკური არჩევანის შემთხვევაშიც მათ შორის ჩინეთთან და რუსეთთან. აი ეხლა ცოტა რომ გავმოხდოთ ის გახსოვთ არა ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას და იქ ურავლოიროს რომ მოტრიალდება და შეინახეთო ეს ფული შეინახეთო შემოაყროს არის კიდევ ერთხელ არის ქვეყნებისთვის დასტური ბევრგანაირი რომ თავისი ოქრო უნდა შეინახონ თავიანთ ქვეყნებში. ხომ ეს არა ეს აქამდე ესე იგი ინახავდნენ როგორც საიმედო ადგილას და აღმოჩნდა რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ესე ვთქვათ რაღაცა ეწყინოს და ლონდონი აღიარებულია როგორც იმიტომ რომ ოქროს რეზერვების დაცვა სპეციალური პირობები ჭირდება. კი ბატონო. ერთი მომენტია, ანუ და ირანზე არ დაგვაქვს. სანამ ირანზე გადავალთ, იმიტომ რომ ჯერ ვენესუელა მოვილიოთ, ესე ვთქვათ, მე გადავიდეთ ირანზე, იმიტომ რომ მოქმედი ხელისუფლება უკვე რაღაც თვალსაზრისით გამოთქვამს მზაობას ამერიკასთან თანამშრომლობის როგორც ტრამპმა განაცხადა, თითქოს არც ამ წუთას არ არსებობს გეგმა, რომ იქ რაღაც ხელისუფლება შეიცვალოს და მეტიც ის მაგალითად ნობელის პრემიის ლაურეატთან დაკავშირებით თქვა, რომ არასერიოზული პოლიტიკოსია მისთვის ამის ჩაბარება არ შეიძლებაო. ასევე იყო საუბარი, რომ ეს როდრიგესი, ეს ქალბატონი, რომელიც ახლა მოქმედი პრეზიდენტია, ვიცე-პრეზიდენტი ვინც იყო, რომ თითქოს მას აქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი რომ ადამ ბექგრაუნდი ნავთობთან დაკავშირებული და იმ კომპანიებთან თანამშრომლობის პერსპექტივაც შეიძლება უკეთ წარმოაჩინოს, ასე ვთქვათ, და უკეთ დაალაგოს. ანუ საბოლოო ჯამში ალბათ ველოდებით მაინც რაღაცა ამერიკული კომპანიების დაბრუნებას ვენესუელაში, მოპოვებასა და წარმოებაში, თუმცა არა ვთქვათ იმ მასშტაბით, რომელიც შეიძლება დღეს იყოს საჭირო, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ აქვს, მაგრამ გრძელვადიან იმ პერსპექტივაში, ხო? როდრიგესი არის ნამდვილად ძალიან გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა. მას არ ქვია სახელი, რომ არის ჩავისტი. მას დიპლომატიური ერთ-ერთი პოსტი ჰქონდა ლონდონში. კულტურული ატაშის პოზიციაზე. ამავე დროს ის კურირებდა ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორს, აი ამ პერიოდში, ბოლო პერიოდში. საქმის კურსში არის ყველაფრის, მათ შორის სად მიდიოდა, რა მიდიოდა, რა კონტრაქტები არსებობდა, მაგალითად ის, რომ როსნეფტი მის შემდეგ, სანქციების შემდეგ, როგორ გადაეცა როსნეფტის აქტივები ზარუბეჟნეფტს, იგივე რუსულ კომპანიას, იქ რა ხდება, როგორ წარიმართა ინვესტიციების პროცესი, იმიტომ რომ ძირითადი ინვესტორები მან რუსები უნდა ყოფილიყვნენ, გადა სამხედრო კომპონენტისა, ნავთობში რუსები ძალიან სერიოზულად შევიდნენ, განსაკუთრებით აი ამ 2008 წლის შემდეგ. მათ შორის ერთ-ერთი ბირთვული საშენებაც ჰქონდათ დაგეგმილი ვენესუელაში. ძალიან სერიოზული მრავალმხრივი პროცესი მიდიოდა რუსეთსა და ვენესუელას შორის. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთი ლათინურ ამერიკაში არის ძალიან სერიოზულად შესული. მისი სავაჭრო ბრუნვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან არის $500 მილიარდზე მეტი.
ეს არ არის მარტო ვენესუელა და ბრაზილია, იქ არიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს ნიკარაგუას, რომელზეც პანამის არხის პარალელური არხის გაჭრა უნდა და გეგმა და პროექტი არსებობს მაგისი. ამიტომ ჩინეთისთვის ახლა რუსეთი იმდენად არ არის ექსპანსირებული ლათინურ ამერიკაში, ჩინეთთან შედარებით არც სავაჭრო ბრუნვა და ურთიერთობები არ არის იმდენი, ამიტომ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ეს არის ჩინეთისთვის საყურადღებო, როგორ წარიმართება იქ პროცესები ვენესუელის გარდა მთლიანად ამ რეგიონში. კარიბის ზღვის რეგიონში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩინეთს და რეალურად ალბათ არც რუსეთს იქ სამხედრო წვდომის შესაძლებლობა მაინც შეზღუდული აქვთ. ეს აჩვენა პროცესმა, როდესაც ვენესუელა იყო მოქცეული და დღესაც რჩება საზღვაო ბლოკადაში. ამიტომ პროცესები როგორ წარიმართება ამ მოთამაშეებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეს ჯერ კიდევ ღია არის დარჩენილი. საინტერესო არის ის, რომ თვითონ ვენესუელაში ამდენი წლის განმავლობაში ჩინელები მუშაობდნენ, რუსები მუშაობდნენ აქტიურად, მაგრამ ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სხვადასხვა დონეზე, ქვედა დონეები, საშუალო დონეები, ზედა დონეები, იყო იქ, დღეს ისევ იქ არის. ამიტომ ასე ერთი ხელის მოსმით საბოლოოდ ვერ ვიტყვით იქ რა პროცესები შეიძლება წავიდეს. ეს ყველაფერი არის დინამიკაში. იქაური, ასე ვიცი, იქ ახლოს არის და ჩახედული ამ სიტუაციაში წერენ, რომ ეს ელიტა, ვინც არის პოლიტიკური, მათთვის ეს და ეს როდრიგესი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან გარკვეულია ნავთობში, ნავთის სუნი იცის, ესე და ამბობენ, რომ ბევრად უკეთესათო ვიდრე მადურო ამას უყურებდა დავგითხე უბრალოდ პოლიტიკურ ფულათო და შიგნით ეს ამბავი, ესე ვთქვათ, არ იცოდა და ეს ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს და რო იყვნენ იდეალური კანდიდატია და ფინანსურადაც ამ ელიტისთვის იქნება ბევრად მომგებიანი, იმიტომ რომ ამას ვენესუელა თვითონ ვერასდროს ვერ აითვისებდა და ეხლა მათ ხო ამ პოლიტიკურ რეჟიმში ვერ აითვისებდა კი სანქციების პირობებში ხო და მას ეხლა სული წვდომა ექნება და რო იყვნენ ესე ვთქვათ ძალიან ისეთი ხა იქ დიდი შეთქმულების თეორიებია, თუმცა იქ ამბობენ რომ ამაში მადუროც კი მონაწილეობდაო და ესე ვთქვათ ეს ლამის დებაყოფილობითი გადანაცვლება ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ რომ საცვლებიან უკაცრავად ღამის ჩაცმულობით პრეზიდენტი აღდგა და თავისი ნებით ხო ეხლა ჩვენ მანდ ძართულია მაგას როგორ არის ვარ დავისგავსო თუცა საკუთარ ადამიანები ვართ და რაღაცა გამოცდილებაც არსებობს და ბოლო ფილმი გაგდანახე ხა იმიტომ რომ ეს როგორ უნდა ეხლა ასე შეიძლება ძალიან ყველაფერი დაგბარა ნუ მე ბოლოს გავიგეთ რომ ცოლიც არ არის გატაცებული ცოლმაც თქვაც რომ მეც წამოვალ ქმარს არ დავტოვებ და კი ბატონო ხო ესე ვთქვათ რეალურად არის მაგრამ ეს თუნდაც ის დაცვა კი დაიღუპა მაგრამ ეს აი როგორ ხდება ამ დროს ეს მისვლა მოსვლა თუ იქ ეხლა ამაზე რომ იქ ესე ვთქვათ როგორ ესე ჟარგონით რო ვთქვათ ეს გაყიდული იყო და ესე იგი მადურო ესე იგი აქ უკვე რაზე იცი მადურო მიცოდა თუ არა რომ უნდა მოეტაცებინათ აი ხურობენ კიდე ვარდაინც ქალიშვილივით არის ესე გარედაცე კიდე იცით რა არის აი გარედაცვა და მოიტაცეს რა იცით რა არის მან თვითონ ბლოკადა იმდენ ხანს გრძელდებოდა რომ არ არსებობს პარალელურად მოლაპარაკებები არ ყოფილიყო ამ ბლოკადის ფასადის უკან. ამ მოლაპარაკებებში რუსები, ამერიკელები, ჩინელები რა პროცესი მიდიოდა, ახლა ეს მხოლოდ სპეკულაციის საგანი არის, ამას დღეს უბრალოდ ვისპეკულაციებთ. ერთი ყველაზე მარტივი რაც მოვისმინე, იყო რომ აი საჰაერო თავდაცვა მთლიანად რუსებს აქვთ ჩაბარებული იქაურობის, ანუ რუსი სპეციალისტები, რუსი PVO დგას, რუსი ოპერატორები არიან. და ამ რუსულმა თავდაცვის სისტემამ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ საერთოდ ჩუმად გაატარა ვერტფრენების შემოფრენა, დაჯდომა, აფრენა და წასვლა. აი, ეხლა ჩვენ რომ ერთ ვთქვათ, თუ შეთქმულების თეორია გვიდა, ესე ვთქვათ, ჩვენ გვინახია, ჩვენ თავზეც გამოგვიცდია, დამხობა გვერდზე, აბა რას უყურებთ ახლა? სულ ამას უყურებთ, ხო?
და უყურებთ ხოლმე გზება. მე ალბათ იქნება გავამეპარა და სადმე მადუროს განცხადება არის, რომ აბა ვენესუელა ხალხო აღზრდექით და აბა ბოლომდე დააბრძოლა. ხო, რა ამობს რომ არა ვარ მე. არა, მე პატიოსანი კაცი ვარ, მე ვარ ვენესუელის პრეზიდენტიო და არა, ასე ვთქვათ. და ან ვინმე არის სხვათა შორის ადვოკატს არ დაუყენებია აი იმ პირველ სასამართლოზე, რომელიც გაიმართა, არ დაუყენებია მოთხოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ამას მე დავაყენებ ახლა არა. იქაც არავინ ესეთი მაინც და მაინც არ დახე მართლა ჩვენს ხო ვახთ ანახი და დილით გაიღვიძეს კოლუმბერტი გამოიხედეს მე სხვადასხვა სახა მარტო ჩვენი არა მეგობარი ამერიკიდან მიგდებდა ის იყო სხვადასხვა მეორე დღეს რო იყო შუა დღისკენ ჩამიგდოდა დიდი მიტინგი იყო ნუ აქცია და ცეკვავდნენ და აბა თუ იციო და მეთხრი ალბათ ნუ გაუხარდათ მადურო რო წავიდა არაო ესენიო მადუროს მომხრეები არიან მაგრამ ესენი ესე გამოხატავენო კულტურა არისო და მე საღამოს ჩამიგდო და მეთხარი არა ესენი მოწინააღმდეგეები არიან მადუხარიათო ანუ ერთი დღე უიტყვიან ორივე მხარე იცეკვა მე ალბათ უყურებთ ქუჩებში წარმოიდგინეთ რო თქვათ ამერიკის ქუჩებში მიზეზების გამო გაცილებით მეტი დაძაბულობაა ხო სროლა და გაზი და მთელი ამბავი რო დაშალოდეს ხალხი და აღარ გეუბნებით სხვაგან და კოლუმბია ვენესუელა კოლუმბია კარგი კი არის ესე იგი და გააგრძელა ცხოვრება ანუ არ არის ესე ვთქვათ ამბავი იმ ადამიანი ვინც უნდა გამხდარიყო და ნობელის პრემია რომ მიცეს რაში მიცეს სხვა საკითხია და როგორ მიცეს მაგრამ იმას უთხრას ახლა დაეტიე შენ მანდო და აღმოჩნდა რომ არც ავტორიტეტი აქვს ეს არის საინტერესო ამბავია ეს მე ჩვენ საერთოდ ეს ჩვენ ხო ჩვენი ამბავი გაინტერესებდა უნდა ვიცოდეთ რა არის ესე იგი მე მაგონდება ახლა თქვენ ვიტყვი საქართველოს ამბავი აი კვლევები ჩატარდებოდა ხოლმე და სულ მაგონდება და ასე ჩიკაცო იმას თავისთავად მაგრამ ერთ ლიდერს ესე იგი რო იტყვი აქ თქვენი და ის რა ორგანიზაცია იყო რომ აი ეს არის ყველაზე პოპულარული მაჩადო იყო ალტერნატივა თუ არა მათი ალტერნატივა იყო ამერიკელების იმ შემთხვევაში თუ ასე ვერ წავიდოდა და სოფლიოს არწმუნებდნენ რომ ეს არის ამბავიო და ნობელის ახლა ჩვენთან როგორ აი ნობელის პრემიაც რომ მიიღო ახლა ჩვენ აი ნობელის პრემიაც თუ მიიღო ამბავია ხო ახლა რაში მიიღო როგორ მიიღო ახლა მოხუცი და სხვა დაწერა თუ არ და მაგი ხო აღარ იცოდნენ არა თან მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ძალიან ისეთი ამბავია ესე იგი ვისაც გიდა იმას მიცემ აგერ ხო ამ ტრამპს არ აღირს ეს ერთი ტრამპი ახლა მეცხრე შეიძლება ტრამპმა დათმო ეგ პრემია იმისთვის რომ მოემზადებინა ვენესუელაში თუ ასე არ წარიმართებოდა პროცესები სხვანაირად წარიმართებოდა მაჩადოს შეყვანა მე მართალია გითხრათ მგონია რომ ტრამპს მაინც მინდა რომ ეს იყოს რომ მაინც იუმორის გზნობა აქვს და ეს მართლა ეს ნობელის პრემია არა ესე არა აქ მე მგონი უბრალოდ აბუჩათ აგდება უნდა იმით რომ მას გადაეწევა არა ვიყავი და მეგონა რომ ჩვენ ყავდა ლიდერი ძალიან სპეკულაციაში ნუშევარ ახალგაზრდები მზადებით და ჩვენ მე მოვესარი ამას ეს ხო ჩემი და ჩვენი თაობის დიდი მინუსია ამიტომ რომ ესე გულზიანი ლიდერს მოვესარი მე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი რომ გეტეოს ნიშანიც გიქონდეს რომ გამოდიოდა თავს ვერ იკავებდა იმდენ მედლებია კი და ნუ უყვარდა ადამიანს მედლები ну кай ეს იქნება ერთი კითხვა მინდა კიდე ირანზე არ მივიდეთ არა ჯერ დრო გვაქვს ირანს ერთი საინტერესო რამე ირანის ნედლი ნავთობი შედიოდა ვენესუელას მძიმე ნავთობის გასათხიერებლად და ამოსაღებად მცირე რაოდენობით ირანიც კი იყო ვენესუელაში ამის თქმა მინდა ესე ყველა უყურებდა ამ რესურსს ესე იგი მან მეგონი ერთი ამბავიც არის ახლა თქვენსო და კუბა რჩება უნავთობოდ ხო როგორც ესე ამბობ კუბას არ აქვს ხო კუბა აკეთებდა მაგრამ კუბიდან ხდებოდა მერე გადანაწილება ამ ლათინურ ამერიკაში რაც რითი გაი კუბას ჩვენ არ ვიცით ახლა კუბის მე მგონი კუბის ხელისუფლებაც რაღაცნაირად მზად არის ამერიკასთან სალაპარაკოთ ისევე როგორც კოლუმბიის პრეზიდენტი ხო თქვა უკვე ტრამპმა რომ ამერიკა და რაღაცა მზად არიან სალაპარაკოთო და ასე შემდეგ ანუ მთლიანობაში როგორც ჩანს ვენესუელაში მადუროსთან გატაცება იმის მაჩვენებელიც იყო რომ მზად არის ნებისმიერ გამწვევებაზე საკუთარი ინტერესის დასაფიქსირებლად ტრამპი ხო მზად არის ნებისმიერ სცენარზე ნებისმიერი გამწვევების ფორმაზე მზად არიან და შესაბამისად ახლა უკვე ბურთი კარიბის ქვეყნების მოედანზეა რომ როგორ მოიქცევიან ანუ თვითონ დაწვევიან თუ მოუწევს ამას ახლა ეს ვინმეს მოწევს თუ არა ჩვენ ამ თვალსაზრისით იმიტომ კი არ არის რომ ჩვენ დაბალი პასუხისმგებლობა გვაქვს შორიდან უყურებთ და ჩვენი ნათქვამი არ მოახდენს რაღაც გავლენას რომ რაღაც ზომოთ მაგრამ ტრამპი რასაც ამბობს კაცფარო თქვას
მე რაც ისტორია ვიცი, თუმცა მიდახოთ ეს დედამიწა ამ კანონებით ცხოვრობდა. უბრალოდ ამას ალამაზებდნენ, ფუთავდნენ, თორე არასდროს არანაირი ადამიანის უფლებებიც და საერთაშორისო სამართლით არასდროს არ უკმედია და არ დავიწყებ მაგალითებს გინდა იუგოსლავია და გინდა ტერიტორიულობა. სადაც ძალა იყო, იქ იყო ყოველთვის სამართალი, ხო სწორია? სამართლიანობას ხوار ვამბობ, სამართალს ვამბობ. ეს ორჯერ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რა გადის ჩემი ინტერესები. კი ბატონო, ლათინურ ამერიკაზე ვლაპარაკობ და პინოჩეტის მოსვლას შეუწყეს ხელი ამერიკელებმა და შემდეგ პარველობდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ტრამპმა რომ მოსაზღვრა, რომ ეს არის თქვა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არის ჩემი და მე ვერ მოითმენ ამას შემოსვლას, ეს ისევ გავიბევროთ, ეს სწორი კი არ არის. ჩვენ აქ მოსამართლეები ხო არა ვართ, ვერ ვიქნებით რომ გამოვიტანოთ. ჩვენ ამბავი, ეხლა წვიმარობოდი ჩვენ დავდგეთ და ვილაპარაკოთ, ეხლა წვიმა სწორი იყო თუ არ მოვიდა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, წვიმა რომ მოვიდა, ჩვენ დავსველდებით თუ რა თავი უნდა შევაფაროთ. ეს რეალობა არის. მაგრამ ეს ასევე მოქმედებს ყველა დიდი ქვეყანა. პატარა ცდილობს, მაგრამ პატარის გავლენა თვითონ არის და თავის საზღვრიდან შეიძლება 100 მეტრის იქით იყურებოდეს, ხო, პატარა ქვეყანა. ამიტომ არის რომ საქართველოსთან პატარა ქვეყნისთვის არის რომ ცნობილი ლექსურა ბავშვობაში მასწავლეს სამშობლოს არ ვისწავართო ბერძნურის შემეცილება და ის მეორე ნაწილი თორე ისე დღეს დავაყრე კი არის თავის გახვდება, მაგრამ პირველი ნაწილია რომ ჩვენ არა პატარა ქვეყნები ვართ ძალიან მშვიდობის მოყვარეები, იმიტომ რომ პატარები ვართ და მეტი არ შეგვიძლია. ხო და მაგრამ ეს ნიშნავს რომ ეს გარკვეულწილად ეხა მოწონს ვინმეს არ მოწონს ეს სიგნალია იგივე ტაივანისთვისაც სიგნალი რაც მოხდა, იმიტომ რომ ამითი თავის საქციელით რამშობა ხმამაღლარას იტყვის, მან უთხრა რომ შენს სიახლოვეში ტაივანის 150-200 კილომეტრია, ნუ ჩინე ოფიციალურადაც ჩინეთი. ბევრად ახლოს არის ვიდრე ვენესუელა იყო ამერიკის. ის კი მაგრამ თვითონ ოფიციალურადაც ჩინეთის ერთი ხალხი ხალხის არ ვამბობ, ეს ერთი ხალხი ერთი სახელმწიფო, ერთი ჩინეთის სახელმწიფო ეს აღიარებულია, ესე ვთქვა, ტერიტორიული მთლიანობა რო თავარი ეს არის და ნუ რუსეთსაც ხელს უხსნის და ბევრ სხვა ესე ვთქვა ქვეყანასაც. ამ ლოგიკით არის თუ გამოვალ ჩვენ გრენლანდია, ამ ლოგიკით არის ამერიკის ამით ასაბუთებს. სხვადასხვა მან მნიშვნელოვანი არგუმენტი თქვა, როცა ომი იყო 43-ში ამერიკამ დაიცვა გრენლანდია, გერმანელების წყალქვეშა. ანუ რა ვიცი რომ ტრამპი ისე გამოდის ხო თეთრი საყელოებიანი პოლიტიკოსები რა მნიშვნელობა ევროპელი ამერიკელი გამოდიან და ეხლა აპერირებენ საერთაშორისო სამართალზე გეგონება როდესმე თვითონ რაიმეში ჩაუგდიათ ანგარიში სავდა ტრამპი მოქმედებს ისე როგორც ამბობს რომ ახლა ნუ ჯერთი გრენლანდია ისედაც ამერიკას უკავია ხა ფაქტიურად ვთქვა ხო იქ არის სამხედრო ამერიკის დგას და ახლა არის მის ესე ვთქვათ და ყოველგვარი მის გარეშე 43-ში შეიყვანა ჯარი დაიცვა დღეს რო ვიცოდეთ ამერიკის დიდი საკმაოდ დიდი ბაზა აყენია კოსმოსური ბაზა აყენია საერთოდ გრენლანდიაში და ხამეტი რაღა არის ხა ფლობა თვითონ კი უთხრა ორი მარხილი ყავს კარგი ეხლა აი გადმოვიდა აქედან ირანში გადმოდით ორი ვენესუელაზე ერთი კითხვა რუსულ ტანკერებზე რა შეგიძლიათ გითხრათ აი იმ ორ დაკავებულ რუსულ ტანკერს ეგრეთ წოდებულ რუსულზე იმიტომ რომ ვიცი რომ ამის უკან კიდე სხვა ისტორია დგას ეს რუსული დროშები ერთზეც და მეორეზეც 2025 წელს აღემართა როგორც ვნახე და სულ ორი კაცი იყო ერთ-ერთზე რუსი და რუსეთმა თქვა რომ ტანკერი არ გვაინტერესებს ის ორი კაცი მოგვეცითო და ხო და 17 იყო უკრაინელი მაგრამ საერთოდ აღმოჩნდა რომ 20 ხო და მე აღმოჩნდა რომ ეს ეხლა საერთოდ სოფლიოში ვინ რა აწარმოებს ვის საჩე აქვს ესე იგი რო არის თითქოს რეალურად ეს თურქული ტანკერები იყო როგორც ვნახე რომელსაც თავისი ესეთი ის ქონდა უბრალოდ რაღაცა მომენტში 25 წლის ბოლოსკენ ერთზეც და მეორეზეც აღიმართა რუსული დროშები და როგორც ასევე ვნახე რუსული კანონმდებლობის დარღვევით. ანუ ისინი არ შესულან რუსულ პორტებში იმისთვის რომ დროშა აღმართულიყო. თუმცა ეს საზღვაო კანონით საჭირო ყოფილა რომ პორტში უნდა შევიდეს და იქ უნდა გაფორმდეს. პორტის კაპიტანმა უნდა ჩაიბაროს ტანკერი და მერე შეიძლება დროშა დაიდგას იქ და ეს პროცედურა არ გაუვლია არც ერთს და აი რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე გახდა ისინი რუსული ასე ვთქვათ და მიზეზები და რა იქნება არ მოგვეკარონო ალბათ. თუ კიდე რამე უფრო მიზეზია.
ნამდვილად ვერ ვიტყვი ვერაფერს, მარტო სპეკულაცია შეიძლება, მანდ რა შეიძლება მაგის უკან მოხდეს, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს განვხედავ, ვცდილობ დავინახო ერთიან პროცესში, როდესაც დიდი დაპირისპირება მიდის, იგივე ვთქვათ, რასაც ვხედავთ ახლა ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ვენესუელაში, იმიტომ რომ იქ ვენესუელაში ყველა დონეზე დარჩა ის, ჯერ არ ვიცით რა შეიცვლება, არ ვიცით რუსული კომპანიების აქტივებს რა დაემართება, რა პროცესი მიდის იქ გადათამაშების, არაფერი არ ვიცით ჩვენ, ამიტომ მოთამაშეები ყველა ფრონტზე ერთმანეთთან სადაც მათ შორის უკმაყოფილება არის და ვერ თანხმდებიან, ერთმანეთს უპირისპირდებიან იქ, სადაც შეუძლიათ რომ დაუპირისპირდნენ და აი ეს შეუთანხმებლობა ამოიფრქვეს ამ შემთხვევაში. იქ რა მოხდა ტანკერების დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვენესუელასთან ეს კავშირშია, იქ რუსულ ინტერესებთან რაღაცა შეჯახება მოხდა, იგივე თურქეთთან რამე მოხდა, რატომ? იმიტომ რომ თქვენ ერთი სპეკულაციას კიდევ ალბათ თქვენც იცით ეს სპეკულაცია, რომ როდესაც ამერიკელებმა ვენესუელის ბლოკირება დაიწყეს, აი ამ მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი შეთავაზება რაც შეიძლებოდა მადურო გასულიყო იყო თურქეთი. ერდოღანმა ამ კითხვაზე მე ძალიან კატეგორიულად უარყო, კითხეს სხვათა შორის და აიცით ალბათ ეგ რომ კითხეს რომ აი მართალია თუ არა რომ თურქეთი განიხილებოდა ერთ-ერთ ქვეყნად სადაც შეიძლება მადუროს თავშესაფარი ეპოვა და კატეგორიულად უარყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იქ რა ხდებოდა, რა მოხდა, ან რა პროცესები მიდის ან ჩინური ინტერესების მიმართ. თუმცა მეორე ხრამობე რომ ერთი ხრამობე რომ რუსეთი მოკლედ არც დიდად არ შეიმჩნია და დიდად არ განიცადა, მაგრამ მეორე ხრამობე რომ ეს არეშნიკის დარტყმაო გარკვეულწილად, ნუ ესეც საბომბე პასუხი იყო, ასე ვთქვათ, არეშნიკის დარტყმა აგებების. ორ ცარიელ ტანკერზე არეშნიკი ცოტა ძალიან ზედმეტია. ხო, მაგრამ იქ არეშნიკი ისეთ რამეს დაარტყეს, რომ ხო და ამას საპირწონე ძალიან რო დავიწყე, აი ჩვენი იმის გარდა არავინ არ ის სტაბები არ ვიცი, ჩვენ აი ვიცით რომ აი ეს წვიმა რაც მოდის ჩვენ როგორ ავიცილოთ. ახლა მაინც ირანთან მოვიდეთ, იმიტომ რომ ირანი ჩვენ ირანი სხვათა შორის ირანიც ერთი საკითხია, რომელიც რუსულმა ოფიციალურმა მედიამ არც ისე შეიმჩნია. არა, საერთოდ არ თითქმის მინუსად წერდნენ. ჩვენთვის მე შეგი რატო მაინტერესებს ყველა ნორმალურ ადამიანს ამჯერად აქ ჩავთვლი მე ნორმალურ ადამიანებს შეთავაზ როგორც არ უნდა ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ეს აგერ არის ჩვენ ორნაბიჯში და ეს ვერ იქნება განხილული ჩვენთვის რაღაცა ჭრილში აქ უსვამ ხოლმე ვიღაცას თურმე შახაბასი ეხლა აღმოაჩინა რომ შახაბასი რომ გტრობდა და რაღაცა და აქ არის ელემენტარულად ლაპარაკი უზარმაზარ ქვეყანაზე რესურსებით და ნებისმიერ წუთში შეიძლება იყოს დევნილების ისეთი მასა, რომელიც არა გაჩერებადია, სხვათა შორის საინტერესო არის რომ ვინ როგორ პატივსცემდა და რაღაცა ეს მეორე საკითხია და ჟირინოვსკი თითქმის 10 წლის წინ აი სიტყვით ლაპარაკობდა ხა დადეს რომ ეს ირანში ეს ამბავი მოხდება და დაიძრება ჩვენ რას ვიზამთო, ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს და ამ სამ ქვეყანას სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს ვასახელებს. აი პირდაპირ ეს ისა ეს ტალღაო ეს გაუჩერებადი ტალღა არის თუნდაც ყველაფერი ეს არ არის ისა საზღვრებს ჩავკეტავ რას ჩაკეტავ ახლა ონკადირობა გადაკეტავ და ცენტრალური მილი რო გასკდება წყლის რას უზამ ხო ხვდებით რომ ვილათოთ მე აღარ გეუბნებით იმ ტრაგედიაზე და ჩვენ გვერდზე და ამ კრიზისზე რომელიც გადაეცემა ესე ვთქვა და მთლიანად რეგიონს ქმნის არასწორად აი ეს ახლა ეს როგორ არის ეს ნავთობთან კავშირში და თქვენ მაინც უბრალოდ აი ნავთობიდან როგორ ხედავთ ახლა რაც ირანში ხდება ამ დემოკრატიზაციის ახალი ტალღას თან იქ ის ყოფილი შახის შვილი ჩაერთო როგორც ხდება აი მოუწოდებს იქ ესე ვთქვათ პირდაპირ და ასე შემდეგ ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კუთხითაც და სატრანსპორტო დერეფნების კუთხითაც არის კრიტიკული. თუ ვენესუელამ შეიძლება ნავთობით ჩაანაცვლოს ბევრი რამე თავის რესურსებიდან გამომდინარე,
სატრანსპორტო დერეფნებს ვერ აუვლი გვერდს, რაც შეეხება სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნებს აკრიტიკულად მნიშვნელობა. ჩვენ ვილაპარაკია ისტორიულად ესეა ათადაბაბადა. ისტორიულად ასეა. კაცობრიობის ის რო ვთქვათ, კაცობრიობის ცივილიზაციიდან, ელამი და შუმერი რო იყო, იქიდან რაც კაცობრიობა არსებობს, ეს არის. მით უმეტეს სანამ ხალხი ინტენსიურად დაიწყებდა ცურვას ზღვებში. არა, ცურვითაც კარგად ცურავდნენ ეგენი. და ინდოეთთან კავშირები ჰქონდათ ჯერ კიდევ აქემენიდური ირანის დროს და ეგ ვაჭრობის ამბავში იყვნენ ძალიან ძლიერები, სპარსები იყვნენ ძალიან კარგი ვაჭრობის ამბავში, ევროპელებიდან განსხვავებით და ბევრი სხვისგან განსხვავებით. და რომაელებს აი თანაბრად ედგნენ რა. დიახ, რომაელების დროსაც ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ სატრანსპორტო დერეფნით, თავარი სატრანსპორტო დერეფნისთვის ბრძოლა სამხრეთ-სომხეთი იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი გზა იქ გადიოდა და მუდმივად იქ ეჯახებოდნენ ერთმანეთს. სხვადასხვა სომხეთი პირდაპირ საქართველოშიც ომობდნენ, აგერ ეგრისში ომობდნენ და პირდაპირ ომობდნენ. ახლა დღევანდელი რო ვთქვათ, უზარმაზარი სატანკო ომი ჰქონდათ გახსნილი, სპილოები ყავდათ შემოყვანილი ამ სატრანსპორტო გზისათვის და სხვადასხვა ფოთის დამსადგურისთვის აქვთ ფოთის მისადგომებთან ომობდა რომი და სპარსეთი და ქვევიყო რომ პროკოპი კესარიელი ისტორიის ერთ-ერთი მამა ამბობს რომ ეგეთი ომიო არ გამართულა ჩვენ ეპოქაშიო მან დრო ომი იყო ნუ ესეთი სიტუაცია ალბათ მიტრიდატე პონტოელის ბრძოლები სულ ეს იყო მოკლედ ეს ირანზე რო ვთქვათ გზის მნიშვნელობა ეგ არის კი ბატონო დიახ ისე რომ ირანი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვენესუელა თავის რესურსებიდან გამომდინარე ნავთობით მაგრამ ირანი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორივე თვალსაზრისით, როგორც ნავთობის და გაზის, იმიტომ რომ ვინაიდან სანქცირებულია, მისი რესურსები ინახება. გაზი მისი დევს მიწაში და ის როდესაც ერთ ფაქტორსაც ვიტყოდი, რომ ბირთვული არ არის, მაგრამ ლამის ბირთვული ქვეყანა ეს არ არის, ესეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა. სამხედრო თვალსაზრისით, როგორც ვთქვათ, ვენესუელა, ხლა რო ვთქვათ. ეს არ არის, ხლა სკალეტა ვერტფრედი გავაგზავნე და ასეთი მნიშვნელობის ქვეყანა რო ბირთვული გახდება, ეს არის ყველასთვის საყურადღებო გარემოება. იმიტომ რომ ირანი თუ ბირთვული გახდა, სამოქალაქო ბირთვulis განვითარება დაიწყო საუდის არაბეთმა, ამაზე მოძრაობა ჩინეთთან ერთად. ვიცით რომ თურქეთი აშენებს და დაასრულა ერთი ბლოკის მშენებლობა რუსეთმა. როდესაც ამ რეგიონში ამდენი ბირთვული თუნდაც სამოქალაქოთი იწყება, ის შედის ბირთვული ქვეყნების ბლოკში და ძალიან ცოტა ნაბიჯები არის დარჩენილი იმისთვის, რომ თანდათან გადავიდეს უკვე სამხედრო ბირთვულზე. იმიტომ არის ახლა იგივე ერდოღანის და თურქეთის წინააღმდეგ ამდენი წინააღმდეგობა აღძრული და იქ ისრაელი როგორ გაძლიერდა. იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში არ აღიარებული, მაგრამ ერთადერთი ბირთვული ქვეყანა არის ისრაელი. ჩვენ არ ვამბობთ რომ გვაქვსო, მაგრამ არ ვამბობთ რომ არ გვაქვსო. არც იმას ვამბობთ რომ არ გვაქვსო. ნუ ყველა მეცის რომ აქ რაოდენობასაც ამახლა ის არ იყოს ვინ რა იცის. არის კიდე ერთი რამე ირანის ამბავი რომ მან კი არის შიიტური და სუნიტური თუმცა ისინი ახერხებენ ახლა ბოლო დროს მაინც ერთმანეთთან საუბარს იგივე საადის ასე ვთქვათ კავშირს და მუსულმანური სოლიდარობა აი ამ თანამედროვე სოფლიოში ცივილიზაციურ კიდირში შეიძლება კიდე მიიღოს ძალიან უფრო მჭიდრო ხასიათი. თუ ირანი თუ აღმოჩნდა ამის სხვადასხვა ერდოღანი ცდილობდა რომ ის ლიდერი ყოფილიყო და აი ამ ვითარებას შეიძლება უცებ აღმოჩნდეს მუსულმანური ქვეყნებისთვის არის ორი წმინდა ადგილი, ეს არის ირანში და ეს არის საუდის არაბეთში. ერდოღანი ძალიან ცდილობდა, მაგრამ სანამდე მექას და მედინას არ გააკონტროლებს და სანამდე საუდის არაბეთი არის ყუმი ხო? სპარსეთში ყუმი ხო? დიახ და სპარსეთის იმპერია სხვადასხვა ფორმაციაში და სხვადასხვა სახით რომ არსებობდა, ყველა ის რეგიონები არიან შიიტური. რომ შეხედოთ ახლა რუკაზე შიიტური მოსახლეობის განსახლებაზე დაკვირვება გვაჩვენებს რომ იქ პოტენციურად ყველგან როგორც კი შეკავება მოიხსნება ეს შიიტური რეგიონები ასევე კონსოლიდირებენ ირანთან. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული და ძლიერი პროცესი, მინდა გითხრათ. ირანის გაძლიერება და მინდა გითხრათ რომ ძლიერდებოდა მიუხედავად სანქციებისა ირანი ძლიერდებოდა. აი ბოლო 3 წლის განმავლობაში ვენესუელის ზრდის ტემპი იყო 5 და 3%.
მიუხედავად იმ შეზღუდვებისა და იმისა, რომ ნავთობი ვერ გაქონდათ. 5 და 3? ეს არ არის ვენესუელის. ვენესუელის ზრდის წლიური ზრდის მაჩვენებელი. ძალიან გამიკვირდა მე რომ ამ მონაცემებს შევხედე და ირანის ზრდის მაჩვენებელი იყო 3 და 5% რო შეაბრუნო რა. და ჩინეთის და ირანის კავშირში ამ ენერგეტიკულებაზე როგორ ამდენად არის ეს? ვენესუელასთან განსხვავებით, ირანზე გაცილებით. დიახ, 1.5 მილიონი დღიურად გააქვს ბარელი ჩინეთში. ჩინეთის ერთ-ერთი ხოდა აი ეს ახლა ის თქვა მინდოდა ვენესუელა აი მე კითხეთ იქ და პირველი ვენესუელის დაკეტო ამ ჩინეთზე დიდად ამ ეტაპზე არა ისახასრა და ირანის როგორი მოქმედებს ამდენად აი ირანი რომ ჩაიკეტოს ირანი ვერ ჩაიკეტება ისე რომ არ ჩაიკეტოს ორმოზის სრუტე და ორმოზის სრუტეზე გადის საუდის არაბეთის ნავთობი, საემიროების ნავთობი, კატარის თხევადი გაზი, ყველაფერი გადის ორმოზის სრუტეზე. ამაშია მთელი პრობლემა ზუსტად ირანის, რომ ირანი ერთის მხრივ ვერ კეტავს ვერც ერთი არეულ, როგორც კი ირანის წინააღმდეგ დიდი ტალღა მოდის დასავლეთიდან. ირანი ვერ ახერხებს ორმოზის სრუტის ჩაკეტვას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ყველა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, ვისი რესურსიც გადის ორმოზის სრუტიდან. ამას ვერ ახერხებს. მათ შორის ჩინეთის, მაგრამ 1.5 მილიონი ჩინეთისთვის ჩანაცვლებადია, მაგრამ საუდის არაბეთიდანაც ხომ გადის, მაგრამ საუდის არაბეთს აქვს ტრანსსაუდი მილსადენი, რომელიც წითელ ზღვაზე გადის. თავის დროზე ეს გააკეთეს საუდის არაბებმა ზუსტად აი ამ ორმოზის სრუტესთან დაპირის პრობლემის გამო. საუდის არაბეთს შეუძლია წითელი ზღვიდან კიდევ თქვათ ჩინეთის მიმართულებით ტანკერების გაშვება. თუ დაძაბულობა მოხდა, მაგრამ დანარჩენებს ესეთი შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ შეზღუდულია ირანს თუ უშუალოდ არ დაარტყეს ყველანაირად შიდა სამოქალაქო ომი არ გაჩაღდა დასავლეთთან უკვე აი ესეთ სერიოზული დარტყმა არ მოხდა დასავლეთის მხრიდან ირანი არ წავა იმაზე რომ ანუ ამ ინფორმაცია თუ არ შეიცვალა რაზეც არის ინფორმაციაც არ შეცვლის მაგას არ გააკეთებს გარედან რასაც usvendit გარედან რასაც usvendit ესე იგი ლიდერები ევროპელი და ასე შემდეგ უკვე ღიად ამომდე რომ აქ ინფორმაცია შეიცვლება მედი იყო და ნუ მე ვთქვათ ახალ რეალობაში ირანი გახდება ისრაელის მოკავშირე და აი ეს ნუ რაც იყო თქვა შახის დროს იყო მან მეორე საკითხია მნიშვნელოვანი ანუ ფორმაციის ეხლა გასაგებია რომ ეს რაღაცა უკვე გაჩნდა განცხადებები და კადრებიც გაჩნდა და ასე შემდეგ რომ ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას და რამდენიმე დღეში ინტერნეტიც აღდგება და ასე შემდეგ ეს ყველაფერი მაგრამ მეორე საკითხია საინტერესო ან ინფორმაციის ცვლილებამ რამდენად შეიძლება დაარტყას ჩინეთის ინტერესებს აქ ამიტომ რომ ჩინეთისთვის ირანი ხო არ არის მხოლოდ ენერგორესურსები ჩინეთისთვის ეს არის სატრანზიტო ქვეყანა რომელიც ჩინეთს აძლევს საშუალებას გვერდი აუაროს თქვა საზღვაო მალაკის სრუტეს აუაროს თუნდაც წითელ ზღვას აუაროს და ესე კონდეს კომუნიკაცია ახლო აღმოსავლეთთანაც და შემდეგ იქით აფრიკასთან ხო? დიახ, აფრიკასთან მას სერიოზული ინტერესები აკავშირებს და ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ რამდენად შეიძლება ინფორმაციის ცვლა ირანში ურტყავდეს ჩინეთის ინტერესს? რას შეიძლება? ირანში მიმდინარე პროცესი. ანუ რას ვკითხულობთ, იცი გავაგზავნე. რამდენად აი იქ ჩვენ რა გვაინტერესებს თუ საპასუხო ნაბიჯები ვერ ვნახეთ ჩინეთი და რუსეთი და აი აქ რამდენად არის მოსალოდნელი ანუ იმ თვალსაზრისით რომ მაშინ უფრო დიდი ცეცხლი ინთება რა ძალიან პრაგმატულად შეიძლება ჩვენგან ძალიან ცივად გამოდის მაგრამ ნუ ჩვენ პრაგმატულად რამდენად უნდა ველოდოთ საპასუხო ნაბიჯებს რომ დაიცავენ ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯები ჩვენგან არა ჩინეთისგან არა თვალნათლივ მაგრამ უკვე დავინახეთ იმიტომ რომ გადარჩა იმიტომ რომ გადარჩა. ირანი ერთ წელიწადში ორჯერ გადარჩა, წელიწად ნახევარში. რატომ? იმიტომ რომ თუ დასავლეთს აქვს მის მიმართ ბერკეტი, მასაც აქვს ორმოზის სრუტის ჩაკეტვის კუთხით ბერკეტი. თუ დაარტყეს ისიც ჩაკეტავს, დიდი ომი იქნება. და ეს დიდი ომი არ უნდა არც საუდის არაბეთს და არც დანარჩენ ქვეყნებს, რომელიც იქ არის განთავსებული. დიდი ომი შეიძლება უნდოდეს მარტო დასავლეთს ამ შემთხვევაში. რასაც ისრაელი ცდილობს.
იმისთვის რომ მთლიანად ჩაკეტოს ჩინეთის გამოსვლა. დიდი ომი აი თქვენს სადგური რა რეგიონში გულისხმობდა თქვა ეხლა ეს არის ტაბუირებული და ყველას გვაჩვენებს მაგრამ დიდი ომი აი აი თქვა თქვენ ბძანეთ ყველაფერი დასავლეთ სხვაგან შეიძლება კი უნდა მაგრამ ესე ვთქვათ დიდი ომი რამდენად აცდება დასავლეთს რომელიც ახლა სოფლიოში არის ტორტის ნაჭერივით რომელიც პატარა ახლა აი რის გვაბინდა რომ უკრაინაში რა ტრაგედია სტრალებს ერთია რუსეთში აგერ დღე არ გავა რომ ბომბი არ მოხდეს ესე კი ხო ესე მაგრამ ამ ქვეყნის რეალობაში თუ ადამიანი ყველა ერთად ვარ და რა საკვირველია ყველა განვიცდით მაგრამ უფრო ფსიქოლოგიურადაც თქვა თან გამოცდილებითაც უფრო ბედეგი არის ახლა ნუ არა ჩამოვარდა ბომბი სადღაც ტულაში არ ვიცი ჩელიაბინსკში სადღაც ჩამოვარდა და ჩამოვარდა რა ბომბი და ჩვენ დილით მოვისმენთ და მე საპასუხო ამბავია მე რამდენადაც ვიცი ევროპა ოდნავ მაქვს პრეტენზია აი თქვენ იცით ევროპა ასეთი რაღაცისადმი მედეგი არ არის ეხლა ტერმა არ აქნას ჯერ ეს ხოლმე სოფლიოს მიერ შექმნილი ტორტის ნაჭერია მარტო ევროპელების ხო არა მთელი სოფლიოს ამბავია ეხლა წარმოიდგინეთ არც ვიდა ესე ვთქვა წარმოიდგინო რომ ამას ახლა ბომბები აცვივა მე მაგალითად მე სულ მეორე აი თქვენს ვიდა გითხრათ აჩამოაბა რა გაიქნებოდა ამაზე ვლაპარაკობთ ყველა იმის მაგერად ხო და ევროვიზია იყო ჩვენთან ჩატარდა და ჩამოსულები იყვნენ ტელევიზიები და ტელევიზია არ არიან შორს ხო ტელევიზიის ხელმძღვანელობები და ბუნებრივია ამას აუბრობენ კითხულობენ და თან ესენი ჩახედულები არიან და იმიტომ რომ მე მინდა მაქვს ხო ინტენსიური კონტაქტი გაქვთ რომ ევროპელებს კაცი რო არიან ეჩვენებათ ხოლმე რომ მათ ბევრი იციან და ჩვენ არ ვიცით და იმიტომ კი ჩვენ ბევრი წავიკითხეთ მაგრამ ჩვენ იმდენად ახლოს ვართ ამ ცეცხლის კერასთან რომ შეუძლებელი არ ვიცოდეთ და ისინი უფრო არიან აი თქვენ როგორ ხედავთ აი გვეუბნებიან თქვენ გვესმის ჩვენი თქვათ ჩვენ გვეუბნებიან ჩვენო გვაწვევიანო პირდაპირ მითხეს ესე გაშუქებას ედემს თუ ჩვენ გვესმის თქვენი რო პატარა ქვეყანა ხართ და უბედურებათ აი კითხვაზე რატო გეუბნებთ არაფერს არ ნიშნავს აი მთელი ევროპის ტელევიზიის ხელმძღვანელები იყვნენ და თან ისეთი პრივატული შეხვედრა იყო რაღაცა აი ჭიქით ხელში კი რა ამას საუბრობთ თქვენ რამდენად ხართ მზად მომთხარე და თუ ესკინოთ აი 400 მილიონი ევროპა ხართ და აგერ არის რუსეთი ფული გაქვთ 10 შერბეტი და იყო სიჩუბე და ჩვენ ომსო არ განვიხილავთ აი როგორც რაღაც მას არ განვიხილავთ ხა რაღაცას ჩვენ ისეთი სიტუაცია არის აი ეს არის ამიტომ დიდი ომი ევროპას მე მგონი ხო არ არის რეაქცია რო იქნება ისე დიდი ომი არის ახლო აღმოსავლეთში ახლო აღმოსავლეთ არაბულ სამყაროსა და სპარსეთს შორის ხო და აი ეს დიდი ომი უკვე მათი წარმოდგენით ესაა რა რომ ეს ამ შეიძლება ჩვენი დათარსვა რა თქმა უნდა ეს რას გავს იცი აი ესე იყო თითქოს აი რომ გადახედავ სხვა მასშტაბით აი 1910 წელს 11 წელს ასეთი გამოთქვა იყო ბავშვი აისიაო რა აისია მსოფლიო აი რაღაცნაირად იმდენად არის და უცებ ამას ვინელოდა აი 1912 წელს რო გეთქვა რომ მსოფლიობი დაიწყებაო არ დაიჯერებდნენ ამას აი ამის თქვა მინდა და ეხლა გაცილებით აი უკვე აღარ ასვენებთ აი ესე ვთქვა აი და ხერა რიტორიკაში გახდა ჩვენი წარმოიდგინეთ ცივი ომი იყო მე მოვესწარი მე იყო და ატომურ ომზე იყო როგორც აი რაღაცნაირად ეს საუბრო ბრეჟნევი არ საუბრობდა და ეს ქორები და არ საუბრობდნენ ეს ვიცოდით რომ რაღაც ესეთია რომელიც არასდროს არ უნდა მოხდეს ეხლა ჩვეულებრივად განიხილება რუსეთმა დოქტრინას შეიტანა ხო საერთოდ და ჩვეულებრივად ტაქტიკური გაჩნდა ის ტაქტიკური ატომური ომი არის მე მგონი 10 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე მასში ჩამოვაგდეს ხო ერთცალოჩა ტაქტიკური ზომით არის თორე რაღაც საყვარლად კი არ ტაქტიკური ზომითაც არ არის ტაქტიკური არის მისი მიწვდომის რადიუსით ანუ სადამდე მიდის კაცო ხო და მისი არის ყოსო ძალა შეიძლება როგორია საიდან მესროლები ვისაც მოხდა იქიდან ლაპარაკობთ საიდან მესროლები მაგას რა ხო რასო აი ეგ ამ კონტექსტში ეს ისე ვაკვრუნდები აი ჩინეთისთვის რამდენად საცოცხლო იქნება და რუსეთისთვის ამის დაცვა ის რა არის ერთი მომენტია მან ნახეთ რომ ჩინეთმა ჩემი აზრით ისრაელისთვის და შესაბამისად მისი დასავლელი ასე ვთქვათ ფარველებისთვის გააკეთა ესე იგი საშინელი რამე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში როდესაც საუდის არაბები და სპარსები შეარიგა როდესაც ერთად დასვა ეს ხალხი და თქვა რომ ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება და ამის ჩინეთმა გააკეთა თვითონ მარტო არავინ არ ჩარეულა სხვა არც რუსეთიც კი არ ჩარეულა ამ პროცესში
ანუ რეალურად ეს იყო გარკვეული თვალსაზრისით ისრაელისთვის კოშმარი, რომ აი ამ არაბული სუნიტური სამყარო და შიიტური სამყარო შეიძლება შერიგდეს და აღარ ქონდეს ორი მთავარი რელიგიური თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში ორი მთავარი დაპირისპირებული, ამდენად დაპირისპირებული, ისტორიული დაპირისპირებაა, ხო ეს ხო არ არის რაღაცა მართლა გუში რაღაცა ნავთობი ვერ გაიყვეს, ანუ ისტორიული დაპირისპირებაა სუნიტურ და შიიტურ სამყაროს შორის და ბევრად უფრო დიდიც, ანუ თუ რელიგიურ ჭრილში გადავიდან, ბევრად უფრო დიდი დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის, ვიდრე ვთქვათ მუსლიმებსა და სხვა ურჯულოებს შორის, მათი პერსპექტივიდან ურჯულოებს შორის. და ჩინეთი უცებ ადგა და მისი ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინტერესი იყო ამ ახლო აღმოსავლეთის რესურსების შესყიდვა და ახლო აღმოსავლეთის სახმელეთო პოტენციალის გამოყენება აფრიკასთან დასაკავშირებლად, და ისინი შეარიგა. ამათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ხა სადაც შეიძლება რომ მართლა დაარტყა ამ ყველაფერს ეს არის ირანი აიძულო ორმუზის სრუტე ჩაკეტოს და ამითი დაუპირისპირდეს ისევ სუნიტურ სამყაროს. რომლის ინტერესიც აქ ძალიან ხო და აი ამას ვაუბრობ და ეს ამდენად იქნება მტკივნეული ჩინეთისთვის და რუსეთისთვის ირანი აი როგორ ნავთობის მაინც კონკურენტი უფროა თუ მოკავშირე. აი ამდენად დაიცავენ საბოლოო ჯამში ირანს რამდენად შეძლებს ეს ორი ქვეყანა. კაი, ვენესუელა შორს იყო და ეს ახლოს არის, მათ შორის თან პრესტიჟის თემაც არის, ეგეთი ესეც ხოდებს პოლიტიკურ სასწორზე პრესტიჟი ქვეყნების. ჩინეთი და რუსეთისთვის იქნება ალიყური, ხო, ეხლა ორივესთვის იქნება ვენესუელაში არ ვიცით, იქ რა მოხდება, იმიტომ რომ ტრამპს იქ რა პრობლემები გაუჩნდება არ ვიცით. ვინაიდან მყარად არიან ჯერ კიდევ იქიდან არავის არ გამოუძევებია ისინი და იქ არიან. ვინც იყვნენ? დიახ, იქ არიან რეალურად. ჯერ ლათინურ ქვეყნებს თავისი სიტყვა არ უთქვამთ, კონსოლიდაცია ხდება, აგერ ესპანეთმაც კი გაერთიანება მოახდინა ესპანურენოვან ქვეყნებთან და ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა. ანუ ეს არის დაძრული პროცესი, რომლის დინამიკა მიდის და ჩვენ მხოლოდ მის ზედაპირს აისბერგის იქ ესპანეთმა თქვა რომ მადუროს არ ვცნობდითო, მაგრამ არც გაიც ეგეთი განცხადება არის. დიახ, მაგრამ ამ ფორმით ეს დაუშვებელია, სინამდვილეში ეს ძალიან უხერხული ფორმა არის და ბევრ პანდორას ყუთს ხსნის ბევრ ამაში, მინდა ვთქვა. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, მარტო ირანი არ არის აქ. საუდის არაბეთი დაუპირისპირდა საემიროებს, ეს ცალკე თემა არის, რომელსაც ისტორიულად მოდის საუდის არაბეთის და საემიროების დაპირისპირება, რატომ? იმიტომ რომ საემიროები როგორც ასეთი არ არსებობდა. საემიროების ტერიტორია ეგონა იბნ საუდს რო იყო საუდის არაბეთის, უცებ როდესაც სტრატეგიული შეთანხმება დადო ამერიკასთან, მას თავისი მონახაზი ტერიტორიას, იქ ომანი არსებობდა, იემენი არსებობდა, მან რა ქვია ხო, სულეიმან დიდებულმა ილაშქრა მანდ და ვიცით რომ ისტორიულად ეგ არსებობდა, მაგრამ გაერთიანებული საემიროები არ იყო. ამიტომ როდესაც იბნ საუდმა 45 წელს წითელ ზღვაში ქვინსის შეხვდა და რუზველტს და დადო ეს შეთანხმება, მან მოიხაზა ეს თავის ტერიტორიად, იმიტომ რომ ორმუზის სრუტედან გამოდის ეს. და მას ჭირდებოდა ეს არეალი იმისთვის, რომ თავისი რესურსები გამოეტანა საერთაშორისო ბაზარზე. ამის გარეშე ის რჩებოდა ჩაკეტილი ირანის მხრიდან. და როდესაც ნახა, რომ იქ გაჩნდა და თან მერე რა ქვია, ბრიტანულმა კომპანიამ იქ ამერიკული კომპანიები შეიყვანა ნავთობის მოსაპოვებლად და რაღაცა, საერთაშორისო სასამართლოში იჩივლა მაშინ საუდის არაბეთის მეფის მეორე ანუ იბნ საუდის მემკვიდრე მეფე საუდმა უჩივლა ამ ბრიტანეთს აი ამ ერთეულის წარმოქმნის და ვერაფერს ვერ მიაღწია. იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლო იყო და ვერაფერს ვერ არა, ეხლა ჩვენ მერე ნასე ჩვენ ხა ძალიან ეყვები და ეხლა ეს თვითონ ესე ეგონა კი არა, მთელ სოფლიოს ესე ეგონა და უბრალოდ ის მერე დაჭირდა და ეს პატარა ეხლა მე არ ვიდები სუვერენიტეტ შევეხო ეხლა ბირატების ხო ჩვენ ტერი არ გვაკლია, მაგრამ ეს იყო ეკონომიკური ზონა გამოუყვეს და ამითი მოიტყვიან წავლეს ხელი საუდის არაბეთს და ირანსაც. ხო, ყველას ხო. იმას რო ეგონა ესე არ არის და სასამართლო ამიტომ იქიდან ასაკურე ბრიტანეთს უფრო ეკუთვნოდა ეს ამბავი ვიდრე იმიტომ რომ ბრიტანეთი ნავთობში იყო შესული ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ირანს აკონტროლებდა და კონტროლდა საუდის არაბეთს. ვინავარო ხო ბრიტანეთს ვერ ჩოდე, მაგრამ იმიტომ რომ ტრამპი
კი არა მომწონს საერთოდ რომ თქვი ტრამპი მე მგონია რომ ტრამპის მეშვეობით თვითონ რამდენად უნდა ეს არ უნდა დედამიწას და მათ შორის ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი ჩემთვის გითხარით მნიშვნელოვანი საქართველოში ვისაც ოდნავ კიდე აქვს გაგების უნარი რეალობაში აბრუნებს გაბრუნებულ აი რომელიც იყო ესე იგი აი რა კონფერენციების მეტია გიორგი კიდე უფრო მეძიან ამ კონფერენციაში საერთაშორისო სასამართლო და უკან არის ესე იგი გადახეული არა გაქვს და იმას შესვედებაზე პირდაპირ ეს არის როგორ გადავიღოთ ეს შენ შენ ისა ხო ასე ტრამპა დაიწყო მოდი ახლა აღარ გვინდა ეს თითლი ბაზობაო მაპატიეთ ამ სიტუაციაზე მოდი აი ეს არის ჩემი ეს არის შენი ახლა ტრამპი რომ მანყოფილიყო ეთქო და არა ეს მე მჭირდება საუდის არაბეთს შენც არ გჭირდება თუ მე უფრო მჭირდება აბა რა ეგარი და ახლა რა თქვა სხვათა შორის აი როგორ ლაპარაკობს მე ვიცი რომ მე ცინიკურად კი არ საუბრობ მაგრამ განზრახ საუბრობ უტრირებულად რომ დანახო რატო არის ვიკინგები ისა რატო 500 წლის სხვა შორის მე ტრამპზე ადრე დავწერე ეგაიფთვის რა ვიკინგები რო ჩავიდნენ 500 წლის წინ სხვა შორის უფრო ადრე ჩავიდნენ მაგრამ 500 წლის წინ რო ხო და ისტორია ბევრად ადრე ჩავიდნენ ხო სხვა შორის ასე რომ მიყვეთ მაშინ დანიის ყოფილას ამერიკაც იმიტომ რომ მაგერი იმაში ჩავიდნენ ნიუფაუნდლენდშიც და ხო და ნახეთ აი ხო და მაკედონიაც არის ესე იგი ეს ამბავი ხო და აი დაუბრუნდეთ საუდის არაბეთს იმიტომ რომ სულ აი ეს მართავს უკან ეს ეკონომიკური ინტერესი და არა იწუთის სამართლიანობა დიახ ნამდვილად ასე არის და იმის თქმა მინდოდა როცა საუდის არაბეთს დაუბრუნდი რომ იქ ძველი დაპირისპირებები ყველაფერი თავს იჩენს უკვე აგერ ვხედავთ რომ საუდის არაბეთი აი ირანში არ არის დემოკრატია ხო დამასებდა და ირანში არის დემოკრატია არა ირანში ბევრად მეტი დემოკრატია არის და არა ხო თვითონ ამ მომენტა საუდის არაბეთში ესე იგი რომელიც არ უშლიდა დასავლეთს რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი ყოფილიყო ახლოს არ გაუულია ხო არც მის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს დემოკრატიას ოფიციალურად ესე ვთქვათ არ არის ხო სწორია მაგრამ იმიტომ რომ ინტერესები ესეა დალაგებული კიდე ერთხელ რომ შევხედოთ რომ ამის იმედად რომ ესე იქნება რომ აი ჩვენ დემოკრატიული ქვეყანაა და აი ხა ჩვენ ამიტომ და უნდა დემოკრატია დავამყაროთ ეს არ არის ამის უკან რატო საუბრობ თქვენთან რომ ნავთობი ეკონომიკა და ამბავი ხა კოლუმბი რო ჩავიდა კი არ ვამტყუნებ ფილმს ესე ადამიანების კოლუმბი რო ამერიკაში ჩავიდა რა იმიტომ ჩავიდა რომ აღმოეჩინა და საინტერესებდა საზღვაო სატრანსპორტო გზას ეძებდა და პირველი ჩვენ ადამიანებს ესე ემოშვები და მოკიდა ინდიელებს ხელი დაამწყვრია გებზე და თუთიყუშები ჩამოიყვანა და ანახა ისა ვთქვა დანარჩენ სამყაროს ხო მაგრამ იცით რა არის მაშინ როდესაც ეს საზღვაო აღმოჩენები დაიწყო რა მოხდა ის გზა რომელიც არსებობდა ინდოეთს ჩინეთსა და დასავლეთ შორის იგივე ბერძნების დროს იგივე რომაელების დროს იგივე მოგვიანებით შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ და მისმა ომებმა შიიტურ სამყაროსთან ეს გზა გამოუსადეგარი გახადა. ამან განაპირობა ის, რომ ევროპელები ვეღარ მოძრაობდნენ ამ გზაზე, ამიტომ დაიწყეს ფიქრი, როგორ განევითარებინათ საზღვაო გზები. და სხვა შორის ოსმალეთი ამან დაასუსტა მერე, თავისუფალ ძლიერებამ დაასუსტა ოსტანეთი, რომ გადაკეტა ეს გზა. თვითონ აღარ გახდა საინტერესო. თვითონ აღარ გახდა შემოუარეს და უცებ დაიწყო ესე. არა, ვერ დაგეთანხმებით. ოსმალეთი დაასუსტა იმან, რომ ჩვენსავით ბრიყვები იყვნენ. და რაში გამოიხატეს? მებრძოლი ხალხი იყო თურქმენული ტომები, თურქული ტომები. მებრძოლი ხალხი იყო და ვაჭრობას არაფრად არ აკდებდნენ. ხო და სოფერო ეს გაზგაბი გადაკეტეს. თავისუფალი ვაჭრობის უფლება მისცეს ყველა დასავლურ იმპერიას, თავის სივრცეში. თავის ტერიტორიაზე. ვერ დაიცვეს თავისი ვერჩი და ბაზარი. მაგიბოდი თვალკე ისე ვთქვა, მან მიცეს გენუას და ვენეციას. მაგრამ თვითონ ესე თუ თქვა საინტერესო გზა, იმიტომ რომ სპარსეთი და რომი ყველაზე დიდი დაპირისპირებას ამ გზას არ კეტავდნენ და სულ ესე ვთქვათ და ამათ ვთქვა ჩვენა ვართ და ესე ვთქვა დაიკავეს და მოკლედ რო ვთქვა გაცილებით ძვირადღული პროექტები იყო, მაგრამ აიძულეს და პორტუგალიელებმა შემოუარეს აფრიკას და როგორც კი შემოუარეს აღარ გახდა საინტერესო ეს გზა, სხვა შორის ჩვენი ტრაგედიაც მან დაიწყო ძალიან. ჩვენც აღარ გავხდით თითქმის 1-3 საუკუნე ამ ოსმალეთის გამოისობით საინტერესო, იმიტომ რომ ჩავიყავით ჩაკეტილები. სპარსეთ ოსმალეთის ომებმა ჩაკეტა ეგ გზა.
სპარსეთ ოსმალეთის ომებმა. ოსმალეთი დაასუსტა არასწორად გათვლილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ თავისუფალი ვაჭრობა. მოკლედ ვაჭრობა აღარ გვედიოდა და არა, ვაჭრობა რაც ოსმალეთის იმპერიის სივრცეში მიდიოდა, ყველაფერი გადავიდა დასავლეთის ხელში. ხოდა მაგას თვითონ ოსმალეთს ამ ვაჭრობიდან აღარ შეძდიოდა ამ ხელა იმპერიის და ამ ხელა ჯარის მარჩენალი ფული. გაიზარდა ერთი წელი, ორი წელი და დაიწყო ჩამორჩენა ეკონომიკური თვალსაზრისით, მერე დაიწყო სამხედრო და ნუ ცალკე ისტორია არის. მოდით ის ნაწილი დავასრულოთ, ეს საუდის არაბეთისა და ემირატების დაპირისპირების საკითხი დღევანდელი. და აი ამ ყველაფრის ამ დაპირისპირების მნიშვნელობა ამ სატრანზიტო პოტენციალს. საუდის არაბეთი და ემირატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იემენში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სომალიში, სომალილენდი აღიარა გაერთიანებულმა საემიროებმა. დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეგვიპტის სამხრეთით, ეხლა დიდი მესიმიტის სუდანი. სუდანი ტრადიციულად ეგვიპტის შემადგენლობაში შედიოდა და მერე ბრიტანეთის და საფრანგეთის იმპერია დაუპირისპირდა ერთმანეთს სუდანში მე-19 საუკუნეში. ზუსტად აი ამ სატრანსპორტო ღერძის გახსნა უნდოდა ფრანგებს, როდესაც ფიქრობდნენ სუეცის არხის პარალელურად სახმელეთო გზა გაეხსნათ აფრიკაში. და ახლა დღეს, ესე იგი ჩვენ საემიროების უკანაც ვიღაცა დგას, საუდის არაბეთის უკანაც ვიღაცა დგას. წითელი ზღვაზეც სატრანსპორტო დერეფნის გაკონტროლებაზე მიდის ბრძოლა. არა მარტო სპარსეთში, არამედ წითელ ზღვაზეც მიდის ეს ბრძოლა და ამ ბრძოლაში გაერთიანებული საემიროები არიან განსაკუთრებულად საყურადღებო. რატომ? იმიტომ რომ დუბაი მსოფლიოში არის ვაჭრობის და ექსპორტის რედისტრიბუციის სულ რამდენიმე ცენტრი. სადაც სხვადასხვა ძირითადად ახლა ჩინეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან შემოდის ტვირთები დუბაიში და დუბაიდან ხდება შემდეგ მისი გადანაწილება, დაქსელვა. ერთ-ერთი გზა სწორედ რასაკვირველია წითელ ზღვაზე გადის დუბაიდან ამისი გადამისამართების და მეორე გზა რომელიც განიხილება ახლა ეს არის ტრამპის მიერ ხო აი ეს ვიდეო და მეკითხა ეხლა სწორად ხო და ტრამპი ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა თუცა ის ისტორიული გზა არის დაახლეს ნუ დავარქვა ტრამპის გზა ცენტრალური აზიისკენ მაგრამ ტრამპის გზადეთ ხო დუბაიდან უნდა წამოვიდეს გზა სარკინიგზო რომელიც უნდა ამოვიდეს სად ისრაელში და შემდეგ სად მიდის ეს? შემდეგ გადანაწილდება დანარჩენ სამყაროში. ანუ ისრაელი უნდა გახდეს დუბაის შემდეგ მეორე გადამანაწილებელი. არა, გზა უნდა იყოს არა სპარსეთით და არა სახმელეთო გზა, რომელიც გავა ხმელეთზე და გააძლიერებს სპარსეთს, საუდის არაბეთს ერთმანეთთან დააკავშირებს იქ სირია. ანუ ისრაელი და მერე ზღვა? მერე არა ზღვა, არა ხმელეთი. ანუ სირია და არა. არა. იორდანია, სხვა რა გზა არის ისრაელიდან? იორდანია, სირია და მერე ერაყი და ირანი და თურქეთი. არა, პირდაპირ სამხრეთ ზოლზე უნდა გავიდეს ეგ გზა როგორც ჩანს. აფრიკისკენ? არა, ევროპისკენ და აფრიკისკენ. ხო და როგორ აბა სხვა რა გზა? ზღვით ესე იგი ხმელთაშუა ზღვით. ნაწილი ხმელეთით. კი ბატონო. მაგ გზას ლობირებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი. ხო და ეხლა ის გზა და ეხლა მე ვიდა ჩვენი ისკენ წამოვიდე და თურქეთს ვთქვა. ამ ვითარებაში და ღმერთმა კდას ესე თითქოს ჯერჯერობით ჩვენ ვართ მაინც ყიფე, მაგრამ მშვიდობის ზონაში. აი ეს ზონა მე მაინც ეს გზას უყურებ. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, საქართველო, აი ყოველ შემთხვევაში ჯერ ეს რჩება. იქ აი ამ პერიოდში მინდა აი ერთი ეს გზა რა პერსპექტივის ვასვათ და მეორე ტრამპი ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა მე ამას გულისხმობდი რომ გავიდა სომხეთის ხო სომხეთის ის რამდენად ის პერსპექტიული აი ახლა აი ამ საერთო პროცესებში უახლოეს ხანებში ის ტრამპის გზა და ჩვენი გზის აი ამ კონტექსტში როგორ მოიაზრება ჩვენ გზას როგორ სომხეთზე გამავალი გზა ერთი ისა და მეორე ჩვენი გზა აი რომელიცაც ნუ რასაკვირველია თავის პრობლემები აქვს ინფრასტრუქტურის ძებასთან პერსპექტივაში აი ჩინეთის კუთხიდან დანახული ჩინეთის თვალიდან. ჩვენ ამას რომ შევხედოთ ფინანსური კუთხით.
და სტაბილურობის კუთხით. ფინანსური, ენერგეტიკული და სტაბილურობის დაცულობის. კუთხით. კი ბატონო. ის რესურსები, რომელმაც შეიძლება ამ გზაზე იმოძრაოს, ვისია? ძირითადად ჩინეთის ალბათ. ჩინეთის. ნაწილობრივ ცენტრალური აზიის, იმიტომ რომ ნუ ცენტრალური ინდოეთი. აზიის ქვეყნები არიან ძალიან მდიდარი და არის ხო. პოტენციალი იმისა, რომ დიახ. მათი რესურსები, რომელიც ჯერ არ არის განვითარებული, განავითარონ და გზაზე წამოვიდნენ. კი ბატონო. კი ბატონო. თუ ეს გზა არ არის ამერიკის და დასავლეთის, რესურსები არ არის დასავლეთის და ამერიკის. ვის ინტერესი შეიძლება შედიოდეს ამ გზის ან განვითარება და ან სტაბილურობა? ნუ ისე ვცხადია რომ ჩინეთის აბსოლუტურად დასავლეთ ჩინეთის და ცენტრალური ცენტრალური აზიის აზიის ქვეყნების. კი ბატონო. ახლა წამოვიდეთ აქ. 43 კილომეტრიანი გზა, რომელიც არის სიუნიკის ეგრეთ წოდებული სომხები ამას სიუნიკს ეწახიან, ესენი ზანგეზურს ეწახიან. 43 კილომეტრზე რა რაოდენობის ტვირთები უნდა გაატაროს სომხეთმა, რომ სომხეთისთვის ეს გზა გახდეს კომერციულად საინტერესო და მომგებიანი. ან უსაფრთხოების თვალსაზრისით თან ირანის თქვათ უარყოფითად განწყობის რბილად რო თქვათ ირანის და რუსეთის კუთხეში. და იგივე ამიტომ და პერსპექტივა აქვე ვიტყოდი და ჩინეთისთვის რამდენად არის ეს გზა საიმედო ეს გზა რომელიც ესე იგი ამ რის იმედად უნდა იქნას გატარებული არა მხოლოდ საიმედო მან სარფიანობის ამბავიც არის, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გათვლებით რაც არის სადღაც დაახლოებით 10 მილიონ ტონაზე ლაპარაკობენ წელიწადში, რომ ამის პოტენციალი შეიძლება იყოს, ამ გზის გამტარუნარიერების პოტენციალი და როდესაც ჩინეთის ვაჭრობა რამდენიმე 100 მილიონს აღემატება მათ შორის დასავლეთთან მილიარდს ტონას 100 მილიონ ტონა, რამდენიმე 100 მილიონ ტონას აღემატება დასავლეთთან მათ შორის. ნუ რთულად წარმოსადგენია, რომ 10 მილიონიან მონაკვეთს რამე დიდი მნიშვნელობა ქონდეს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეგზა არ არის საინტერესო ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ვერ გააკონტროლებს ის თუ არის ტრამპის გზა, ჩინეთი იმ გზას ვერ გააკონტროლებს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ფინანსურ მოგებას ვერ მოუტანს სომხები ძალიან მაგარი ვაჭრები არიან. კი ბატონო. ნომერ მეორე შეიძლება მესამე ებრაელები, სპარსები და სომხები, რომლებიც არიან უკაცრავად და ჭიპმოჭრილი ამ საქმეში. რატომ? იმიტომ რომ შუა საუკუნეებიდან და ადამ და ევას დროიდან ვინაიდან მერე როდესაც სახელმწიფო აღარ ქონდათ, მაშინ კიდე უფრო მეტად ისინი იყვნენ შუამავლები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ. ებრაელები არც მათ არ ქონდათ სახელმწიფო, როდესაც აღარ ქონდათ, ისინი გახდნენ ძირითადი მაკავშირებელი რგოლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მაგალითად, სპარსი თუ ვერ ივაჭრებდა მაშინ ოსმალეთის იმპერიაში, სპარსის მაგივრად ამ პროდუქციას სპარსო შეიტანდა იქ და ამიტომ ეს სამი ერი არის ამ რეგიონში გადამწყვეტი ვაჭრობის კუთხით, რომელსაც აქვს ინსტიტუციური და მენტალური მეხსიერება. შახაბასმა რო გადაასახლა ფერეილები თქვათ ეს დასახუცად კი გადაასახლა სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად გადაასახლა და თავისი ინტერესი ჰქონდა იმპერიაში და ნუ მოკლედ იქ დასაცავად სამხედრო და სომხებიც გადაასახლა და თეერანში დღემდე სიგელი ინახება მისი 60,000 სომხს გადაასახლა, მაგრამ ვაჭრობის თავისუფალი ვაჭრობის უფლებებიც ემდო რომ ესე იგი მათ სპარსელებს თუ არ ჯობნიდნენ რატომ იცით? იმიტომ რომ ჯულფაში მცხოვრებმა სომხებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს რუსეთის სახელმწიფოსთან, ჯერ მაშინ იმპერია არ იყო, რუსეთის სახელმწიფოსთან ჩრდილოეთ სამხრეთის ვაჭრობის კონტექსტში. ეს ვაჭრობა მიდიოდა კასპიაზე და ნაწილობრივ მიდიოდა დარუბანზე. იმდენად კარგი შედეგი დადეს სომეხმა შუამავლებმა რუსეთსა და სპარსეთს შორის, რომ ნაწილი შაჰაბასმა გადაასახლა თეირანში იმისთვის, რომ უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვაჭრობაშიც ჩართობილიყვნენ და ხმელეთზე ვაჭრობაში ჩართობილიყვნენ. ისე რომ თუ არ არის, თუ იქ სომეხი ძალიან კარგი ფულის თულა იციან. ძალიან კარგი 53 კილომეტრს რა შეიძლება გაატარო იქიდან რა მოგება შეიძლება ნახო და ეს რაც შეიძლება დაგიჯდეს აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის თურქეთთან დაკავშირების გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს ძალიან ბრიყვი უნდა იყო რომ ვერ გათვალო.
ცენტრალურ აზიას რაც თან ახლა პოლიტიკური დგენელი დავდგინოთ, რომ ეს ნიშნავს, რომ დღეს მათ ირანთან აქვთ ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობები და ეს ნიშნავს ირანისთვის ზურგშექცევას და სტრატეგიაში რუსეთისთვისაც ზურგშექცევას, ხო? დიახ. და ამავე დროს, ირანსა და რუსეთს არა, რომ დათვალო მიზეზ, ესე იგი, მოგება და წაგება მეორეს მხრივ, რა შეიძლება წააგო და რა შეიძლება მოიგო აი ამ პროცესში, ბევრს ვერ დათვლი და ეგ ძალიან ადვილად დათვლადია. ახლა რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, რომ თქვა წამოვიდა და ძალიან მინიმალური ვაჭრობა აქვთ, ჯერჯერობით ცენტრალურ აზიაში ევროპული და ამერიკული ინვესტიციები არის ძალიან ცოტა. ძირითადი ინვესტორები არიან ჩინელები, მერე არიან რუსები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთი. ორივესთვის, ჩინეთისთვის და რუსეთისთვის ცენტრალურ აზიაში სტაბილურობა არის მათი შიდა სტაბილურობის კომპონენტი. კი ბატონო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვათ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ნავთობის გარდა, რომელიც ახლა ძირითადი და აზერბაიჯანის მხრიდან გაზის გარდა ევროპაში ძალიან ცოტა რამე შედის. მათი ვაჭრობა არის სულ მინუსებში, იმიტომ რომ შედის ცენტრალური აზიიდან ნავთობი, იქიდან ერთ სიტყვით მიმდინარე აკაუნტებში აქვთ მინუსები. რა ქვია აკაუნტს? ანგარიშებში. ხო, მიმდინარე ანგარიშებში მუდმივად და ტრეიდ დეფიციტი არის ყოველთვის ამათ მხარეს. ახლა ენერგეტიკას რაც შეეხება ბათუმის პორტში ტერმინალი აქვს ყაზახებს. ახლა მე რო ყაზახი ვიყო, ნავთობს რაღაცა წავიღებდი იმ ხელა გზაზე. ესე იგი მთელი თურქეთის ტერიტორია რკინიგზა იქ თავარია ის რკინიგზა სარეაბილიტაციოა. არ არის იქ გამართული ყველაფერი, რომ ვთქვათ, რომ აი ჩადეს და მარტო ეს 53 კილომეტრიანი მონაკვეთია და იქით ყველაფერი წესრიგში. ეგრე არ არის. გარდა იმისა, რომ კასპიაზე თვითონ ბორანები, რაღაცები ეგეც პრობლემაა. გადაზიდვების ამბავშიც პრობლემა არის. ეხლა იქ არის ის 53 კილომეტრი. მე მაქვს ტერმინალი ბათუმში. მართალია ის ქალაქშია შეჭირხნილი და მისი გაფართოების შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ თუ ანაკლია აშენდა და მიდის ეს პროცესი, რატომ არ მოვინდომებ, რომ იმ ანაკლიაში რაღაცა ჩემი რაღაცა პროცენტი სადაც ყაზახებურად დავამატებდი გარე ფაქტორები ნაკლები იქნება. გარე დაწოლა ესე ვთქვათ. ამ ეს არ იქნება. მეორედ მათ საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყეს და დაასრულეს. ეს უკვე ფოთთან არის. ახლა როცა ამდენ ფულს ჩადებ ტერმინალს გააკეთებ ნავთობის გადამტანი გააქვს ეს გააქვს იქ პოტენციალი არის რომ პორტი აშენდეს იქ შენ ევროპასთან სავაჭროთ ეს გზას გაგიხსნის აი ამ 53 კილომეტრზე რომელზეც გეოპოლიტიკური დავა მიდის ახლა მე ცოტა არ ვიცი ახლა ყაზახებიც თავის დროზე პარტიის იმპერიის ნაწილი იყვნენ ნისა იყო ეს პარტიის დედაქალაქი მანამდე აქეთ გადმოვიდოდა ნისაში თურქმენეთში რო ვიყავი ერთხელ კიდეც წამიყვანეს და მაჩვენეს ის პარტიის დედაქალაქი როგორი იყო იქ ხლა იქ არაფერი აღარ არის დარჩენილი მაგრამ გათხრები არის საჭირო საწარმოები რომ აღმოჩნდეს რეალურად რა არის დარჩენილი ხო იმათაც იციანეს ფულის თვალს ხოთაშურის მინდა გითხრათ რომ ყაზახები ძალიან ბევრი იყო ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში და ყველგან ბრიტანეთში მათ დათვლა კარგად იციან ფულის და კარგი ვაჭრებიც არის უზბეკებმა ხო იციან და იციან ეგენი ხო სოგდიანები სოფლიო ვაჭრობის დიახ არა და რაც თავარია აი ამიტომ თქვი ეს აღმოჩნდა ტერმინი სტაბილური ზოლი აღმოჩნდა რომელიც რაღაცა მიზეზების გამო ბალანსების გამო აი მანდ სხვადასხვა საინტერესო ვერც ბედავს ჯერჯერობით იმიტომ რომ რუსეთი და ჩინეთი და იქიდან ინდოეთიც ესე ვთქვათ როგორ უფრთხილდებიან მაგას კი ბატონო მე ვარ ვთქვათ აზერბაიჯანი მაქვს ყულების ტერმინალი სადაც ჩიტი ვერ შეფრინდება ჩემი კითხვის გარეშე და მაქვს ამ ტერმინალის გამოყენების შესაძლებლობა მე ვარ თურქმენეთი რომელმაც გავაკეთე ეს სასუქების ტერმინალი უკვე გაკეთებული მაქვს ფოთთან და ვარ უზბეკი და სასუქების ტერმინალი გაკეთებული მაქვს ბათუმთან მე იმ ტერმინალში ნამყოფიც ვარ და იქაც ვარ ნამყოფი აი მე რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ აი ეს ყველაფერი რაც უკვე გადის ამ ეტაპზე ხო გადის ეს უკვე ეს სასუქიც გადის ისიც გადის ესეც გადის ყოველ შემთხვევაში დღეს რასაც ცენტრალური აზია აწარმოებს და რაც დასავლეთმა შეიძლება მიიღოს ეს უკვე გადის ჩვენგან
თუ ანაკლია აშენდა, მე არ ვიცი ახლა მთავრობის გეგმები ძალიან მყარია, როგორც მე ყოველ შემთხვევაში ინფორმაციულად ასე გამოდის, რომ ძალიან მყარია მთავრობის გეგმები ამ ანაკლიასთან დაკავშირებით და მე პირადი საუბრიდანაც ვიცი, რომ ყაზახებმა შეიძლება განიხილონ არა ჩვენს მთავრობასთან, არამედ თვითონ ყაზახებთან პირადი საუბრიდანაც ვიცი, რომ მათი დაინტერესება ვინაიდან ბათუმში აქვს ძალიან ქალაქში შეჭრილი პორტის სივრცე და ვერ ფართოვდებიან, მათ შეიძლება ინტერესი ქონდეთ, რომ გაფართოვდნენ უკვე თუ ანაკლია აშენდა ანაკლიის მიმართულებით. ხო და ამაში მე ვხედავ ძალიან სერიოზულ პოტენციალს და ბევრ რისკებს იმისას, რომ პოტენციალს იმისა, რომ ეს რაც უკვე არის, იქით აღარ გადავა. ეს არსად არ წავა, ეს დარჩება. ეს დარჩება. საკონტეინერო მithumetes თუ ანაკლია აშენდა კიდევ გაიზრდება. ამასთან ერთად ეს ინვესტიციები, რომელიც ბაქო-ყარსის ბაქო ყარსი კიდევ ცალკე თემა არის, რომელიც უკვე არსებობს. იქ ჩადებულია ინვესტიცია, ახლა მიდის ამოღება. კი ბატონო. რომ ეს რაც დაიხარჯა, ეს რაღაცნაირად ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ამოვიდეს. მაგრამ ახლა როდესაც აზერბაიჯანი ხარ და ამხელა ნავთობის ფონდი გაქვს, ახლა შენ შეიძლება ძალიან არ დაინტერესდა ამ ბაქო-თბილისი ყარსიდან ამ ჩადებული ინვესტიციის ამოღებით. იმიტომ რომ შენი ძალიან სასტრაფო საჭიროება შენი არ არის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ძალიან და ამიტომ მე როგორც ვიცი, არსებობს ერთობლივი კომპანია, რომელიც ამაზე მუშაობს აზერების, ქართველების, რომ ეს ტვირთბრუნვა გაიზარდოს იმისთვის, რომ ეს გადაფარვა მოხდეს ამ კრედიტის, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენ მივიღეთ ამ თვალსაზრისით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს. რაც შეეხება შავ ზღვას, ანაკლია თუ განვითარდა, ეს კიდევ საუკეთესო იქნება. ჩვენ არანაირი არ უნდა ეხლა რაღაცას თქმა მინდა ისე რომ არ დავაშავო არაფერი. დიდი გეოპოლიტიკური გეგმების გამხელა ჩვენ არ გვჭირდება. მაშინ კახურად თავზე კრამიტის დამტვრევ არ გვინდა ხო ჩვენ ესე იყვია ხო რა თავში არ უნდა ჩავერწყათ კრამიტი და ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რაც ბევრ ზედმეტ ყურადღებას მოიზიდავს. მე ვფიქრობ წყნარად მშვიდად იქიდან ძალიან კოლეგიალურად მეგობრულად სტრატეგიულად უნდა ვესაუბროთ ყველას აბა გინდათ თუ არ გინდათ აბა ეს როგორ გავაკეთოთ ისე როგორ გავაკეთოთ თუ გაკეთებადია უნდა გავაკეთოთ ამის გამო თავზე მართლა ზაგურები არ უნდა დავიმტრიოთ უნდა გავაკეთოთ მშვიდად წყნარად დაპირისპირების კონფრონტაციის ახლა შემთხვევითი არ არის საემიროებთან ჩვენების ესეთი აქტიური თანამშრომლობა ჩვენი ხელისუფლების საემიროების უკან დიდი ძალა დგას საემიროები არის უმსხვილესი სარეექსპორტო ცენტრი დუბაის სახით ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ ძალიან სწორ გზას ვადგავართ მაგრამ აქ ერთი მომენტიც არის საემიროები რომ დაინტერესდეს და ტვირთბრუნვა ან ვთქვათ წითელ ზღვაზე და სუეცზე თუ მოხდა პრობლემები და რაღაცა რომ გართულდეს იქ მდგომარეობა სახმელეთო გზით ჩვენთან როგორ უნდა მოვიდნენ ირანის გაუვლელოთ ვერანაირად თუნდაც აი მაგ მიმართულებით ჩვენ სტაბილურობ მივიდივართ რომ აი აბიტუარი რო ეს ხიფათები აი გარშემო ის დავიწყე რომ თადასრულებს და დედამიწა ესე დაპატარავდა რომ ეხლა ერთის მხრივ თითქოს ჩვენ საუბრობთ დაცლის ქექვაზე მაგრამ რეალურად ეს არის პირდაპირ საქართველოს ბედზე ლაპარაკობ იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ საქართველოს ბედი წყლება ვენესუელაში იქაც კი სადაც სიჩუმე რო არის იგრელად იქ როგორ იქნება პოლიტიკური მდგენელი მე შეიძლება შენ კი დარჩუნებდი მაგრამ აი მაგალითად ეს ტალღა რაც ბევრს უხარეთ ტალღა აი დევნილები რაც ღმერთმა არ აქვს და ადამიანების გაჭირვება როგორ და გალიხარდეს მაგრამ
მეორეა ჩვენი წალეკვა ჩვენი მოსახლეობის რაოდენობით დღეს 3 და 4 მილიონი დევნილი არაფერი არ არის სოფლიოს აგერ უკრაინიდან ოფიციალურად 12 მილიონი ადამიანია გასული არაფერს არ ნიშნავს დღეს ეს ამბავი და ეს რომ მოგვადგეს ნიშნავს რომ ჩაიარა და რაც თავარია ცხოვრება ერთი მხრივ შეუძლებელი გახდება და მეორე მომენტალურად ეს რაზე დგას ეს ყველაფერი რომ რაღაც სტაბილურობაზე ეს დგას ვაჭრობას როგორც კი ქვეყანაში დაინახავენ რომ აქ სტაბილურობა ესე ვთქვათ არ არის აგარი და ამიტომაც არის რომ ეხლა აი სოფლიოში მე ესე მეჩვენება რომ ყურებენ რომ ვიღაცებს უნდა სტაბილურობა ანუ მეტნაკლებად აკმაყოფილებთ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ვიღაცებს უნდათ არეულობა იმიტომ რომ ახალი რეალობა თქვა აი სხვათა შორის უხეშ შედარებას გეტყვით ბავშვობაში იციან ხოლმე კარტს რო თამაშობდი ვიღაცას კაი კარტი უკავია კმაყოფილია კარტი დარუდა და ვიღაცა ეძახის თავიდან დავარიგოთ იქნება ნარჩი ცხოვრი კამათელს რო გააგორებთ ქესტუმო რო გეტყვი ხო აი ეს არის და ახლა იქ არის იმიტომ რომ იქ როგორ უნდა გადალაგდეს იქიდან იქნება იქ ირანი შეიცვალოს ვენესუელა შეიცვალოს ეხლა ერთხელ დადგება მომენტი ჩვენ გვეგონა 25-ში 26-ს არა რომ აი რაღაც მომენტი დადგება სოფლიოში ეს ყოველთვის ესე მომხდარ ამას არ უნდა წინას ექსპერტობა რომ ბოლო-ბოლო გაირკვევა გრენლანდიაც ვისია კურილის კუნძულებიც ვისია გადაინაწილებენ და ასე გაირკვევა დალაგდება ან დაიღურება ან ისე თორე ამ აი ხლა ეს პროცესი მიდის და ჩვენთანაც მე ამას ვისურვებდი რომ ეს ადამიანები რო არიან რომ ჩვენი აქედან ამარეულობით ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიგებთ ჩვენ ერთადერთი თავზე კრამიც დავინტროთ თორე ჩვენ იმ არეულობით ვიღაცა შეიძლება გრენლანდიაში შეხვდეს და ვიღაცა შეიძლება ფოლკლენდი ან გადაანაწილდეს და ჩვენ არაფერ ჩვენ დაკარგვის გარდა ამარეულობისგან სიკეთეს აქედან ვერ მივიღებთ ახლა ეგეთი სიტუაცია და მივიღებთ იმას რაც კარგ შემთხვევაში მივიღებთ რაც ერთხელ გავიარეთ და რაც სხვათა შორის ახალგაზრდებს არ ახსოვთ. აქ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. ის რაც ცენტრალურ აზია ევროკავშირის ურთიერთობა შეეხება, ეს არის ახალი თემა. იქ არაფერი გადალაგება არ არის. ადრე ეს გზა არ არსებობდა. ადრე ცენტრალურ აზიასთან პირდაპირ კავშირი ევროპულ ქვეყნებს ასე არ ქონიათ. ამიტომ აქ რომ ვინმეს გადალაგებაზე, ვინმეს არსებული ინტერესების შეწუხებაზე იყოს ლაპარაკი და გვერდზე ჩაიჩოჩე და ახლა მე უნდა დავჭდე, ეგ ის შემთხვევა არ არის. აქ ეს არის ახალი გზა, ეს არის ახალი ურთიერთობები. ჩვენთვის საინტერესო არის რა? ჩვენთვის საინტერესო არის ცენტრალურ აზიასა, ან თუნდაც თუ მოვიაზრებთ, რომ ნაწილი ტვირთები შეიძლება ჩინეთიდან ან წამოვიდეს. არ ვიცით, ეს დამოკიდებულია იმაზე, ანაკლია იქნება თუ არ იქნება. ჩვენთვის საინტერესო არის ვაჭრობის ის არსებული დონე გაიზარდოს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. კალოი ბოლოს ავიდა კითხვა, ან დიდ გადანაწილებაში და რაც არეულობაში ეს ინდოეთის როლი როგორ ის როგორ უყურებს, ის მისი დამოკიდებულება როგორია ნავთობის მიმართ და ირანის მიმართ თქვა როგორი იქნება. აი ინდოეთის ამბავი. ინდოეთი არის შავი ცხენი. აი ყველა სიტუაციაში. აი ინდოეთი არის ჩანასახში მყოფი, აი რომ შევადაროთ ყვავილის კვირტი. ქვეყნის განვითარება რა დონეზეა რომ გავარკვიოთ, ყველაზე მარტივი გზა არის ესეთი. უნდა შეხედო როგორი არის per capita ნავთობის და რესურსის მოხმარება. როგორ ეს აგიხსნის შენ რა დონეზეა მისი მოსახლეობა, რამდენად განვითარებული. მე უნდა შეხედო აი ამ არსებული მოხმარები და როგორ ნაწილდება მოსახლეობაზე რამდენი მიდის, ინდუსტრიაზე რამდენი მიდის, ქვევითეს იქ უნდა ჩამოშალო ეს და სოციალური მოხმარება რამდენია ინდუსტრიული მოხმარება. ნუ ენერგეტიკული რესურსი გიჩვენებს. ეს გაჩვენებს პირდაპირ სურათს. ამ ქვეყნის შესახებ მე შენ შეადარებ, აი მაღალ განვითარებადი ვთქვათ ამერიკასთან როგორია ეს ჩამოშლა როგორია, ან ევროპის საშუალო განვითარებულ ქვეყანასთან ეს ჩამოშლა როგორია, პირდაპირ გაჩვენებს სურათს იმისა ამ ქვეყანაში როგორი არის განვითარების მდგომარეობა. იმდენად დაბალია ინდოეთში ჯერ კიდევ მოხმარება, რომ ეს არის ამ რეგიონში დემოკრატიული ქვეყანა, აღიარებულია რომ ის არის დემოკრატიული ქვეყანა, მოსახლეობით ჩინეთს გადაუსწრო, როგორც ამბობენ, მე არ ვიცი, ნამდვილად, მაგრამ ეს ოფიციალურად ესე არის. ეს არის ქვეყანა მზარდი, ძალიან მზარდი ქვეყანა. ბევრით არა, მეგონა 100 მილიონით. სულ რაღაც. ხო და ინდოეთი არის
არ აღიზიანებს არავის. რუსეთმა დაალაგებინა ცოტა რაღაც ურთიერთობა ჩინეთთან, დასავლეთისთვის არის მისაღები პარტნიორი. ჩვენთვის დასავლეთთან, ჩვენ ინდოეთთან ურთიერთობა არანაირ გაღიზიანებას და კონფლიქტს არ გამოიწვევს დასავლეთთან მიმართებაში. ინდოეთის ვაჭრობა ევროკავშირთან არის ჯერ ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ეს აუცილებლად თავის გზას იპოვის. იმის გათვალისწინებით მით უმეტეს, რომ ინდოეთში გადადის დასავლური წარმოების გარკვეული ნაწილი ჩინეთიდან, იმიტომ რომ რაღაც ჩინეთი უკვე საკუთარ სიცხებს და ისინი რასაც აწარმოებდნენ ჩინეთში, ცდილობენ ინდოეთში გადაიტანონ. ჩინეთში უკვე ძვირი, უკვე ინდოეთში უფრო იაფია ვიდრე ჩინეთში. მე პოლიტიკურ, მაგრამ iPhone-მა გადაიტანოს წმინდა პოლიტიკური мотивация. მათ შორის პოლიტიკური мотивация ძალიან დიდი იყო ინდოეთში რომ გადაიტანა iPhone-ის წარმოება. ისე რომ ეს არის ძალიან საინტერესო, ძალიან მზარდი, ძალიან არაკონფრონტაციული, თუ ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის მუდმივი მოლაპარაკებები მიდის, რომ როგორღაც შემცირდეს დამძაბულობა, სავაჭრო ურთიერთობები დაალაგონ, დეფიციტები აღმოფხრან, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანას დეფიციტი აქვს ჩინეთთან. თან საინტერესო გარიგება მოხდა ახლა ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის. ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ ელექტრომანქანების წარმოება ქარხნები გადაიტანოს, იმიტომ რომ ძირითადი მათი კონფლიქტი იყო ამ ელექტრომანქანების ექსპორტზე ჩინეთიდან, იმიტომ რომ ადგილობრივ ბაზარს კლავდა ეს მანქანათმშენებლობას მთლიანად ევროკავშირში. რაღაცა მოძრაობები ჩინეთის მხრიდანაც არის, მაგრამ ინდოეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების, გაზრდის, არაკონფრონტაციული პოტენციალი, მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო არის ჩინეთსაც რასაკვირველია, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ, როდესაც დასავლეთში ბზარი გაჩნდა და ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გარკვეულად დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები ინდივიდუალურად, ახლა ამ თვის ბოლოს, როგორც ვიცი, სტარმერის უკაცრავ. არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა ხანში არ იქნება, არავის არ ემახსოვრება მისი გვარი. იმდენად უმნიშვნელო, რომ აღარც მე არ მახსოვს, რომ ხედავთ ამერია. ელოდებია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ჩავიდეს. და ახლა მიდის ამისი ინფორმაციული მომზადება. აი ამ ვიზიტის ინფორმაციული მომზადება როგორ, ესე იგი, ჩინეთში ბრიტანეთს უკაცრავად ახლა ამას მოусმინე მრგვალ მაგიდას. და ამას გიზიარებთ, გუშინ იყო ეს თუ გუშინ წინ ეს მრგვალი მაგიდა. ესე იგი ჩინეთში ელოდებიან სტარმერს. ჩინეთის საელჩო ყოფილა ბრიტანეთის ჩინეთში საელჩო ყოფილა ძალიან დიდი და კარგად დიპლომატიურად უზრუნველყოფილი რაოდენობრივად. კი ბატონო. და ჩინეთს უნდა რომ ასეთივე რაოდენობრივად ასეთივე მომზადებული საელჩო კონდეს ლონდონში და ამისთვის აუღიათ რაღაცა შენობა, რომელიც გავს სასახლეს. ხა ლონდონში იცით რამდენი ძალიან ღირებული შენობა არის და ერთ-ერთი ასეთი შენობა აუღიათ საელჩოსთვის და ამაზე არის ერთი ამბავი აწეული ამ საელჩოს წინააღმდეგ და მრგვალი მაგიდა იყო რას ზიანს მოიტანს. ჩინეთის მხრიდან ასეთი საელჩოს ქონა ბრიტანეთში. ესე იგი, რისი თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმ დიდი ინტერესისა, რაც არსებობს აი ამერიკის მხრიდან ტრამპთან დაძაბულობის შემდეგ ჩინეთისკენ შემობრუნდნენ ესენი, იმიტომ რომ რეალურად რომ არ ჩაიძირონ ეკონომიკურად, მათ ჭირდებათ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ევროპის ქვეყნებს ჭირდებათ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. მაგრამ მიუხედავად ამ საჭიროებისა, აი შიდა დამოკიდებულება ამ ქვეყნების მიმართ არის მაინც ზემდგომური, იმპერიული. მე ხავჯერად ბოლოსკენ შელაჯავებ ხოლმე მე შევაჯავებ. ქალბატონია დასაწყისში რომ მოვიდა, თანამშრომლობა რაღაცა თქვა, რომ რთული პერიოდიაო. იმიტომ რომ ის ქვეყნებიო, ვინც ძლიერი იყო და მთელი რესურსებით და მიყიდდნენ, ახლა ბევრი ისეთი ქვეყანა წამოვიდა, არა მარტო დამოუკიდებელი ეკონომიკურად, უკვე თუ გუშინ ზოგმა ასათის კეთება არ იცოდა, დღეს უკვე მაღალ ტექნოლოგიებზე არიან და აი რა ვთქვა, ჩვენ 26 წელი იწყება და ახლა მაგოდებოდა რომ მაგალითად რომ მორჩა ადმან ამშრობა გინა ომის დროსაც ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი სამი დასხდნენ და წყდებოდნენ მსოფლიოს ბედს. რაცაც ეს სამი კაცი იტყოდა,
აბსოლუტურად ისექტებოდა და ნუ მართალია დიდი ინტერესები ეჯახებოდა, მაგრამ ნუ იოლი იყო სამ ადამიანს შორის მოლაპარაკება, იქ რო ვილაპარაკო ჩერჩილსაც კი არ ქონდა ის ზონა, რაც რეალობა იყო და დანარჩენები ვერც იტყვით რომ გვარი და ნახელი გინდა თუ განაცხადო რომ ცუდი პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ ის იყო რომ მათი ზონა არ ქონდათ ის იმდენი, აი დეგოლიც რო დეგოლია მე გამოვიდა დეგოლი სტალინმა დასვა, ესე ვთქვათ, აი ფიგურა შემოიყვანა რომ ეს უნდოდა და სად იყო ლათინურ ამერიკაზე ან სპარსეთის შახს ვიკითხავდა რამესად და დღეს უკვე რომ შემოდიხარ იმდენი აქტორია უკვე სოფლიოში რომ ეს აი რაღაცა წნევა მრავალ დაფაზე ერთდროული ჭადრაკის თამაში მიდის. სხვადასხვის არის ეგეთი ჭადრაკი, მე არ ვითამაშია ჭადრაკი, მიყვარს, მაგრამ ჭადრაკია ხო იცით რომ 4 ის თამაშობს. აი რო შეხვიდოთ 4 მოთამაშე? 4 მოთამაშე თამაშობს, ეს ხوارია, ეს თავსატეხი დაბა, აი ხო და 4 ის თამაშობს. აქ ესეთი ჭადრაკის დაფა, აი თქვენი ამბა სადაც ალბათ 1.50 ჩვენ ხო აი ესე აი ყველას თავის ინტერესი აქვს, ეხლა ჩვენ თურქეთი არ ვთქვით ისა და რატო არის საინტერესო, რამ ყველაფერი ჩვენი გვაინტერესებს, ხო ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე აქედან და აი ბოლო თქვენ იმას ვიტყოდი და მიდაგებოთ რომ ცოტა წყნარად ვიყოთ, ჩვენ არა ვართ სოფლიოსის ჭიპი, რომ მაინც ჩვენ ტრამპს უხდება ეგ გაცხადებები, მე ცოტა ესე ვამბობ, ჩვენ არ გვიხდება ეგეთი გაცხადებები, მათ შორის არც ერთადერთი ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ ის რო იტყვიან, მე სულ ამას ვამბობ ხოლმე და ეს დავამთავროთ ამეთი, რომ გურული ტირის პატარა ბაღადა. ხო და რა გაგატირესო 5 წლის არის. პერანგი გამეხაო, პერანგი უყიდეს და ხარ ძველი დროა ბავშვი პერანგი არ ქონდა. ბიჭო მერე დამშვიდებენ ერეკლე მეფესო ჩარჩის პერანგი გაეხა და არ უტირიაო და შენ რა გატიო იმას კი ქონდა მეორეო და ამ ტრამპს ჯო კი მოზლავს აგრო იძახის აქეთ გორასაწიხ საკრავო და ჩვენ დავამთავროთ ახლა ეს უნდა რაღაცა დავშუშტეთ, იმიტომ რომ ხალხს უნდა უთხრათ რომ მშვიდად ავარ ჩვენ და წყნარად ავართ აი ეგეთი სიტუაცია. რა ვიცი, აბა გეოპოლიტიკურ დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ დაძაბულობაში კოზაკივით არ უნდა გავიჭროთ. ჩვენ არ ვქნით გეოპოლიტიკას. ჩვენ გეოპოლიტიკა გვაინტერესებს, რომ ესე ამინთ ჩვენ არ ვქნით. ჩვენ თავარია ვიცოდეთ ხოლგა როდის გავშალოთ და რადგან ერთ რამეს ვიტყვი კიდე პატაშორის აი სავალდებულო გავხდიდი ბებაშვარი ამ მუჭანახევარას ხაპარი რომელიც ბავშვობაში სულ ასწავლით. ეს გენიალური ჩადება რომ ბუჭანახევარა იძახის სულ სწორს, მაგრამ იქ არ იძახის სადაც საჭიროა და სულ გალახული დადის. ესე იგი სწორ ადგილას უნდა ზოგადად უნდა ქეით, მაგრამ გაჩვენდე ჯოვი. და რაღაცა რო და ეხლა ჩვენ ქვეყანას ახლა რაღაცა აღარ მინდა ეს გაცხადები და პოლიტიკაში უნდა დავაშუშტოთ, თუ ჩვენ ახლა აი ამით უნდა ვიყოთ, რომ უნდა თქვა სოფლიო, აი ეს არის წყნარი ქვეყანა, იმიტომ რომ ეგეთი სიტუაციაა, ეს არ უნდა მგემს ესე. გაჩვეო, მაინც იმედი ვიქონიოთ 26 წელს გაიტანენ ამ გრენლანდიას ბოლო და ეს დაწყარდება, ესე იგი ესეთი ქვეყანა. არა, ესე ადვილად არ დაწყარდება პროცესები მიდის. ამას ძალიან დიდი ჩვენი მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სადმე არ გამოვიჭლიტოთ. კი ბატონო. დიდი მადლობა, ვიყავით ჩვენთან ერთად, დავასრულოთ დღეს ჩვენი პოდკასტი. მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა. მადლობა. და შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში, კარგად ბრძანდებოდეთ.